კეთილი, მოგესალმებით, კოლეგებო, მივესალმებით დამსწრე საზოგადოებას, ჩვენ სტუმრებს. Quorumi გვაქვს, შეგვიძლია დავიწყოთ დღევანდელი ჩვენი კომიტეტის ხდომა. დღის ეს რიგით გვაქვს 3 საკითხი წარმოდგენილი. პირველ რიგში გთხოვთ, რომ დავამტკიცოთ დღის ეს რიგი, წაგიკითხავთ საკითხებს. პირველი საკითხი ეხება ზეთისხილის, ზეთისა და სუფრის ზეთისხილის შესახებ საერთაშორისო შეთანხმების ცვლილებებს. მეორე საკითხი გახლავთ რატიფიცირებისთვის წარმოუდგენელი საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. და მესამე საკითხი გახლავთ საქართველოს თიანეთში რუდის ხარშვის ტრადიციული მეთოდის სამუშაო ჯგუფის სამოქმედო გეგმის განხილვა. ვინ არის მომხრე? დავამტკიცოთ დღის ეს რიგი. შეგვიძლია დავიწყოთ პირველ საკითხთან დაკავშირებით. მოხსენებელია ბატონი ზურაბ ეზოგბაია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე. გთხოვთ ბატონო ზურაბ, წარმოგვიდგინოთ საკითხი. მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე, პატივისცემლო პარლამენტის წევრებო. წარმოგიდგენთ 2015 წლის ზეთისხილის, ზეთისა და სუფრის ზეთისხილის შესახებ საერთაშორისო შეთანხმების 36 მუხლის ცვლილების თაობაზე ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 2024 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებას, რომელთანაც შეერთება არის მოთხოვნილი საქართველოს მთავრობის მხრიდან. პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ 2015 წლის ხსენებული საერთაშორისო შეთანხმება იყო საქართველოს პარლამენტის მხრიდან ხარდაჭერილი, სწორედ ამიტომ იგივე პროცედურით უნდა მოხდეს ცვლილებების შეტანა. ამ შეთანხმებაზე მიერთებულია დღესდღეობით 50-მდე ქვეყანა, მათ შორის არის ალბათ ყველა ზეთისხილის წარმოებელი ქვეყანა. საქართველოს ამ ქვეყანთა რიგს შეუერთა რამდენიმე წლის წინ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო არენაზე, აი ამ საერთაშორისო ასე ვთქვათ, შეთანხმების ფარგლებში საქართველოს სწორად დამაჯერებლად პოზიციონირებდეს როგორც ზეთისხილის მწარმოებელი და ზეთისხილთან დაკავშირებული პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა. მათ შორის ეს გულისხმობს გადაწყვეტების მიღებაში მონაწილეობას, ინფორმაციაზე წვდომას, თანამშრომლობას და უამრავ სხვა სიკეთეს, რომელიც მოაქვს აი ამ შეთანხმებას ზეთისხილის მწარმოებლებისთვის. მათ შორის არის ახალი ტექნოლოგიების გაცნობა, მათ შორის არის საერთაშორისო სტანდარტების დადგენა და დამკვიდრება, ბაზრების ურთიერთ გახსნა და ბრძოლა ზეთისხილისთვის დამახასიათებელი დაავადებების წინააღმდეგ, რომელიც საერთაშორისო დონეზე უნდა იყოს გადაფარული. ეს გულისხმობს როგორც მონიტორინგს, ასე პრევენტიულ ღონისძიებებს და ქვეყნის შიგნით გასტარებელ ზომებს. ჩვენ რეგიონში თურქეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, ირანი, ეს 4-ვე ქვეყანა ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანებული და ერთიანი მიდგომით ალბათ ამ სექტორში მიიღწევა უფრო ეფექტური შედეგები. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემა და კერძოდ სოფლის განვითარების სააგენტო მხარს უჭერს თავის პროგრამის მეშვეობით ამ სექტორს. კერძოდ პროგრამა დანერგი-მომავალი ეხმარებოდა და კვლავაც დაეხმარება ზეთისხილის მწარმოებლებს, ამ პლანტაციებს. 4000 ჰექტრამდეა უკვე გაშენებული მსხმოიარე ზეთისხილის ბაღები საქართველოში, ძირითადად ეს გახლავთ კახეთის რეგიონი და არის გარკვეულწილად ქვემო ქართლიც. ნიშანდობლივია, რომ ის ნიადაგი, რომელიც ზეთისხილისთვის არის გამოსადეგი, თითქმის არც ერთ სხვა კულტურისთვის არ არის, ასე ვთქვათ, მისაღები პროდუქტიული წარმოებისთვის. საქართველოს ამ საერთაშორისო შეთანხმებაში მონაწილეობის ფარგლებში იხდის საწევრო გადასახადს 2026 წლის საწევრო გადასახადი დაახლოებით 39000 ევრომდე არის უკვე გადახდილი. ეს საწევრო გადასახადი არის დამყარებული კომპლექსურ ფორმულაზე, რომელშიც მონაწილეობს საწყისი მონაცემები, ექსპორტის მონაცემები, შიდა წარმოება და სხვა ფაქტორი. შეთანხმება ითვალისწინებდა 2026 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედებას, ამიტომ აუცილებელია ამ პერიოდამდე მისი ვადის გაგრძელება. რატომ მოითხოვა მთავრობამ საგაზაფხულო სესიაზე ის, იმიტომ რომ პროცედურა, რომელიც არის გათვალისწინებული ცვლილების შესატანად, გულისხმობს კონსენსუსს ყველა მხარის მხრიდან დადასტურებას. გადაწყვეტილება 5 წლიანი ციკლით გაგრძელების შესაძლებლობაზე მიღებულია 2 წლის წინ, 25 ივნისს და 2026 წლის 25 ივნისამდე უნდა მოხდეს
ყველა ქვეყნის მხრიდან ამ გადაწყვეტებაზე ასე ვთქვათ საპარლამენტო დონეზე მიერთების დადასტურება. შემდგომ 3 თვეში, მომდევნო 3 თვეში ეს გადაწყვეტება უკვე შედის ძალაში და მოხდება ვადის გადატანა. გამომდინარე აქედან შემოთავაზებულია გადაწყვეტება, რომელიც ასახავს უფრო დახვეწილ პროცედურას ვადების გადაწევის და გთხოვთ ხარი დაუჭიროთ ამ წინადადებას. დიდი მადლობა ბატონო ზურაბ. ფიქრობ რომ არის მნიშვნელოვანია ჩვენი ზოგადად ასეთი ჩართულობა, აქტიურობა საერთაშორისო დონეზე, ყველამ კარგად ვიცით რომ ეს კულტურა ჩვენთვის ამ ეტაპზე არის ახალი, თორე ახლა ისტორიულად თუ გადავხედავთ, ჩვენ ბევრგან მოგვეპოვება, თუნდაც შემორჩენილია ძველი ზეთისხილის, ასე ვთქვათ, რაღაც ქვის სხვადასხვა დეტალების, გაწნეხის და ასე შემდეგ სხვადასხვა ეკლესია მონასტრების ტერიტორიაზეც მოიძებნება. მაგრამ რაღაც რატომღაც ეს კულტურა ჩვენს ქვეყანაში მივიწყებული იყო, ეს ალბათ ზოგადად განაპირობებს ხოლმე ქვეყნის განვითარებას, ის პოლიტიკური რეალობა, რაც იმ პერიოდში ქვეყანას უდგას და ალბათ არ ვიცი ახლა როგორ იყო წინა წლებში, როდესაც ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო არ ვიყავით, შესაბამისად შეიძლება ბევრი რამე დაგვეკარგა და ძალიან მიხარია რომ მოახერხეთ და არა მხოლოდ აღდგენა მოახერხეთ, არამედ უკვე საექსპორტო პოტენციალით შევძინეთ ამ მიმართულებას და დღეს ქართული ზეთისხილი გადის ექსპორტზე და დიდი პოტენციალიც გაგვაჩნია, საკმაოდ კარგი ხარისხით გამოირჩევა. თან როგორც უკვე აღნიშნეთ 4000 ჰექტარზე ეს დამეთანხმებით ახლა ჩვენი ზომის ქვეყნისთვის მცირე ფართობი არ არის და 4000 ჰექტარზე უკვე გაშენებულია სახელმწიფომ ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადო ამ მიმართულებით, განსაკუთრებით გამოყო პროგრამა დანერგე მომავალს, რომელსაც ახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ეს პროგრამა იყო ერთ-ერთი ძირითადი წამყვანი ამ მიმართულებით, სადაც თანადაფინანსება მოხდა სწორედ ასეთი ბაღების გაშენება და თან რაც მთავარია და ძალიან მნიშვნელოვანი რომ ბატონმა ზურაბმაც აღნიშნა ისეთი ადგილები, სადაც ნაკლები ტენია და საკმაოდ ძვირადღირებული პროცესები იქნებოდა საჭირო იმისთვის, რომ უფრო მეტი კულტივირება მოხდარიყო ამ ნიადაგების, იქ ირიგაციის მიმართულებით და ასე შემდეგ. აი სწორედ ასეთ ნიადაგებზე არის შესაძლებელი, რომ ნაკლები დანახარჯებით სწორედ ზეთისხილის ბაღები გაშენდეს და პირიქით იმ ასეთ მიწებზე გაშენებული ზეთისხილი ხელს უწყობს მერე შემდგომში ნიადაგის უფრო გაუმჯობესებას და ის ხარისხობრივი მაჩვენებლების ამაღლებას. ასე რომ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი და დადებითი ეფექტის მომტანია ეს კულტურა ჩვენთვის როგორც დასაქმების მიმართულებით, ისე ზოგადად ცნობადობის განვითარების მიმართულებით, ეკონომიკის მიმართულებით, სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით და ასე შემდეგ და ბუნებრივია ჩვენ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ასეთ ორგანიზაციებში, რომ უფრო მეტად იცოდნენ ჩვენ შესახებ, მეტი ინფორმაცია გქონდეს, მეტი ცოდნა შემოვიტანოთ, ახალ ტექნოლოგიებს გავეცნოთ და ზოგადად ასეთ წარმოებლებთან გქონდეს მჭიდრო ურთიერთობა. მე ვფიქრობ, რომ უნდა დავუჭიროთ ხარი აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანებას. ერთი კითხვა მექნება. ეს 5 წელი რავადა არის? ყოველ 5 წელში ისევ ახლიდან უნდა დავეთანხმოთ, კიდე გავაგრძელოთ თუ არა? თუ რატო არის ეს ასე? მოკლევადიანი პერიოდით იყო გაფორმებული 2015 წელს შეთანხმება პროცედურა ცვლილების შეტანის და ვადის გაგრძელების იყო ძალიან ისეთი ზოგადი და ბუნდოვანი, ახლა ემსვლელებით შედარებით ზუსტება და ქმნის საშუალებას, რომ მმართველი საბჭო ამ შეთანხმების, რომელიც წარმომადგენლობითი ორგანოა მონაწილე ქვეყნების, მათი მხრიდან შესაძლებელი იყოს ვადის გასვლამდე გადაწყვეტის მიღება და გაგრძელება ვადის 5 წლამდე პერიოდებით. მოკლე პერიოდებით აკეთებენ, ვინაიდან როგორც ვახსენე, წარმოებლები და მომხმარებელი ქვეყნები არიან გაერთიანებული ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში და გარკვეული სტანდარტის და ვაჭრობის წესების ჩარჩოზე არის შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც
იმიტომ მიიღება კონსენსუსით გადაწყვეტილება. როგორც კი აქ ეს ბალანსი დაირღვევა, შეიძლება ცოტა განსხვავებული სტანდარტები იყოს საჭირო. დღესდღეობით ახლა დრომ გვაჩვენა, რომ ეს ორგანიზაცია მოქმედებს, ინარჩუნებს თავს, აქვს პოტენციალი განვითარების და გაგრძელების სულისკვეთება არის. კეთილი, კითხვები ხომ არ გაქვთ? როგორც ხედავ, არ არის კითხვები. ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ საკითხი გადაწყვეტილია, კენჭისყრაზე მინდა დავაყენო, ვინ არის მომხრე, რომ გავწერიანდეთ. წინააღმდეგი ხომ არ არის ვინმე, წინააღმდეგი არ ყავს, ერთხმად გადაწყვეტილება მიღებულია, საკითხი გადაწყვეტილია. დიდი მადლობა ბატონო ზურაბ. კეთილი, გავაგრძელოთ სხდომა, გადავიდეთ მეორე საკითხზე. მეორე საკითხი გახლავთ მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მოხსენებელი ბატონი გენადი არველაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე. თხოვთ ბატონო გენადი. მადლობა ბატონო გელა, მოგესალმებით ვაცემულ პარლამენტის წევრებო. რატიფიკაციისთვის წარმოგიდგენთ საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 2017 წლის 13 მაისის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ოქს აღნიშნულ ქვეყანასთან შეთანხმება ძალაში შევიდა, როგორც თქვენ ცნობილია 2018 წლის 1 იანვრიდან იგი წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საავაჭრო შეთანხმებას. საქართველოს იყო რეგიონში პირველი ქვეყანა, ვისთანაც ჩინეთმა მაშინ გააფორმა
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რითაც ქართულ მწარმოებლებს და ექსპორტიორებს მიეცათ შესაძლებლობა მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ბაზართან ქონოდა შეღავათიანი ვაჭრობით შესაძლებლობა შესაბამისად გლობალური ეკონომიკური გარემო სწრაფად იცვლება, როგორც თქვენთვის ცნობილია და ვითარდება ახალი ტექნოლოგიები, იზრდება ელექტრონული კომერციის ასევე შესაძლებლობა და მნიშვნელობა, იცვლება საერთაშორისო ვაჭრობის სტანდარტები და ჩნდება ახალი მოთხოვნები როგორც სახელმწიფოებს, ისე ბიზნეს სექტორის მიმართ. სწორედ ეს გამომდინარეობდა აღნიშნულმა განაპირობა შესაბამისი ცვლილებების განხორციელება აღნიშნულ შეთანხმებაში, რომელიც 2025 წლის სექტემბერში წარმატებით დასრულდა, რომელზეც მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, ხოლო იმავე წლის ნოემბერში მხარეებმა ხელი მოაწერეს მოლაპარაკებების დასრულების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს. 22 აპრილს მიმდინარე წლის უკვე ხელი მოეწერა აღნიშნულ შეთანხმებას, როგორც იცით, სამართლებრივი პროცედურები იყო მანამდე, რომელიცაც გარკვეული დრო დასჭირდა. არსებული შეთანხმების თანამედროვე ეკონომიკურ რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანა გახლავთ ერთ-ერთი მთავარი მიზანი აღნიშნული შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის, ასევე თანამშრომლობის არსებული მიმართულებების უფრო მეტად კონკრეტიზაცია და ახალი სფეროების დამატება, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ პარტნიორობას. პირველ რიგში, რაც შეეხება ცვლილებებს, პირველ რიგში სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები გახლავთ ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც შეეხო აღნიშნული ცვლილება. ამ თავის განახლებული რედაქცია ითვალისწინებს სპეციალური სანიტარული და ფიტოსანიტარული ქვეკომიტეტის შექმნას, რომელიც ხელშეუწყობს ორ ქვეყანას შორის ინფორმაციის გაცვლას, ტექნიკური საკითხების ოპერატიულ განხილვასა და სავაჭრო დაბრკოლებების შემცირებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული სოფლის მეურნეობისა და სურსათის სექტორისთვის, რადგან ჩინეთის ბაზარზე წვდომა და გაფართოება წვდომის ხშირად სწორედ ამ მიმართულებით არსებული პროცედურის ეფექტიანობაზე იყო დამოკიდებული. მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ ვაჭრობის ტექნიკური ბარიერების საკითხი, განახლებული თავი ქმნის უფრო თანამედროვე და თანამშრომლობაზე ორიენტირებულ ჩარჩოს, რომელიც დაეხმარება მხარეებს სტანდარტების, შესაბამისობის შეფასებისა და რეგულირების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაში. შედეგად ქართული პროდუქციისთვის ჩინეთის ბაზარზე გასვლა კიდევ უფრო მეტად გამარტივდება. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ასევე ორ ახალ მიმართულებას, რომლებიც შეთანხმებაში პირველად ჩნდება. პირველი მათგანი არის ინვესტიციების თავი. აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს პირდაპირ უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობასა და ინვესტორებისთვის უფრო პროგნოზირებადი და გამჭვირვალე გარემოს შექმნას. ეს მნიშვნელოვანი სიგნალი გახლავთ ჩინელი ინვესტორებისთვის, რომ საქართველოს მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს ეკონომიკური თანამშრომლობა ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ლოჯისტიკა, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა და სხვა სტრატეგიული მნიშვნელობები მიმართულებები, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. მეორე ახალი მიმართულება გახლავთ ელექტრონული კომუნიკაცია, თანამედროვე ეკონომიკაში ციფრული ვაჭრობა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა. შეთანხმებაში ელექტრონული კომერციის თავის დამატება ხელშეუწყობს ციფრული ეკონომიკის განვითარებას, ელექტრონული ვაჭრობის არსებული ბარიერების შემცირებას და ქართული მეწარმეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის. ეს გახლავთ მოკლედ ის ცვლილებები, რომელიც წარმოდგენილია რატიფიკაციისთვის. თუ რამე კითხვა არსებობს, სადვარ გიპასუხოთ. მადლობა. დიდი მადლობა ბატონო გენადი. კოლეგებო, ხომ არ გაქვთ კითხვები? ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ყოველთვის, როდესაც ჩვენი ქვეყანა წინ მიდის ნებისმიერი მიმართულებით, ნებისმიერ ჩვენს პარტნიორთან, როდესაც ხდება გაუმჯობესება იმ პირობების, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე კონკრეტულად ჩართული პირებისთვის, ჩვენი მეწარმეებისთვის, იმ სუბიექტებისთვის, ვინც ახორციელებს ან საომავლოდ ფიქრობს თავისი ეკონომიკური ურთიერთობები დაუკავშიროს ჩინეთის სახელმწიფოს, სახალხო რესპუბლიკას. ეს გამარტივებები კიდევ შეუწყობს ხელს ამ ურთიერთობების გაზრდას და შესაბამისად უფრო მეტ ეკონომიკურ აქტიურობას. მნიშვნელოვანია ახალი თავის გაჩენაც ამ ხელშეკრულებაში, რაც ინვესტიციებს ეხება, რომელიც ბატონმა გენადიმ უკვე ახსნა და ისაუბრა ამ საკითხთან დაკავშირებით. ვინაიდან
უდიდესი პოტენციალი არსებობს, ეხლა ჩინეთი ყველამ კარგად ვიცით, მსოფლიოში წამყვანი ეკონომიკა და ერთ-ერთი გიგანტი ქვეყანაა და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ამ სახელმწიფოსთან და არა მხოლოდ ჩინელ ბიზნესმენებს ეხება ან ჩინურ კომპანიებს, რომლებმაც შეიძლება ჩვენ სახელმწიფოში ინვესტიციები ჩადონ, არამედ ეს ხელს უწყობს პირიქით აქედანაც თუ ქართველი ბიზნესმენები იქნებიან დაინტერესებული ჩინეთის მიმართულებით განახორციელონ სხვადასხვა ბიზნესი, იქაც გაუადვილებს ეს ცვლილებები შემდგომში ამ ურთიერთობებს. და ამისი მაგალითები რაღაცა საწყისები არსებობს, გვინდა რომ განვითარდეს. ახლა ერთ-ერთი კარგი მიმართულება მეღვინეობა, ხო? ღვინის ექსპორტი საქართველოსდან ჩინეთში. ჩვენ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ პროვინციასთან ნინქსია, სადაც ძირითადად თავმოყრილია ეს ხარისხიანი ვენახები და მეღვინეობები. სოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაა წარმოდგენილი მაგ პროვინციასთან ხელშეკრულებას გაუფორმეთ დამეგობრების. ხო და მინდა რომ ეხლა აი ამ ასე ვთქვათ ტრიბუნასაც ვერ დავარქვენ, მაგრამ ამ სხდომიდან მოუწოდოთ ჩვენს ბიზნესმენებს, რომ მეტი ყურადღება მიაქციონ ამ მიმართულებას, ვინაიდან ამ რეგიონში ფაქტობრივად ყველა წამყვანი მეღვინეობის ქვეყანაა წარმოდგენილი და იქ ადგილზე გარკვეულ ეკონომიკურ აქტივობებს ახორციელებენ და კარგი იქნება რომ ჩვენც რაღაცა ამ მიმართულებით ნაბიჯები გადავდგათ და საქართველოს ქართულ მეღვინეობას ჰქონდეს იქ რაღაც გარკვეული საფუძველი და ბაზა და იქაც განვახორციელოთ ეკონომიკური აქტივობები. დიდი მადლობა. ეს საკითხიც კენჭის ყრაზე მინდა დავაყენო, ვინ არის მომხრე რომ ცვლილებები შევიტანოთ, წინააღმდეგი არ ყავს. დიდი მადლობა. ბატონო გენადი საკითხი გადაწყვეტილია. გადავიდეთ ახლა ჩვენ საკითხზე, რომელიც უშუალოდ ჩვენს კომიტეტს ეხება და კომიტეტის ინიციატივას და რა თქმა უნდა ჩართული უწყებების არ შემიძლია არ დავიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიიდან და მათ არ გამოეხმაურო და დიდი მადლობა არ გადაგიხადოთ ამ გაწეული საქმიანობისთვის, ამ ინიციატივისთვის. როგორც წეგან აღნიშნე, აი დამოუკიდებლობას სხვა რესურსები გააჩნია. ერი უკვე რაღაც თავის თავში პოულობს იმ მარგალიტებს, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანია, მისთვის ძვირფასია და მე შემდგომში იყენებს ამას თავისთვისაც და აცნობს თელ სოფლიოს. ძალიან უსახური იქნებოდა ეს სამყარო, ყველა რო ერთმანეთს გავდეს და არანაირი არც კულტურული გაცვლა არსებობდეს და არც განსხვავება და ზოგადად გლობალიზაცია რაღაც საკითხებში შეიძლება კარგია, მაგრამ აი თვითყოფადობის კუთხით და თუნდაც რომ საინტერესო იყოს ერებს შორის ურთიერთობა, ხალხებს შორის, სახელმწიფოებს შორის, ამას ნამდვილად გლობალიზაცია ხელს ვერ შეუწყობს. ახლა ჩვენ ქართველები ვართ და ეს საქართველო არის, ჩვენი სახელმწიფოა, შესაბამისად რაღაცა განმასხვავებელი უნდა გქონდეს სხვებისგან და მათ შორის ეს არის ჩვენი ტრადიციები, ეს არის ჩვენი რიტუალები. ეს არის ჩვენი, რა ვიცი, ყოველდღიურობა, ჩვენი კულტურა, ჩვენი სიმღერა, ჩვენი ცეკვა და ასე შემდეგ და ხო, ჭიდაობა რა თქმა უნდა. ჩვენი ამბანი და როგორც ვიცით, 5 ნომინაცია არა მატერიალური, რაც საქართველოსდან არის აღიარებული იუნესკოს მიერ. ესენი გახლავთ სწორედ აი ჭიდაობით დავიწყებ. ჭიდაობა არის ქართული ღვინის ქვეშ დაყენების ტექნოლოგია, აგერ სულ ცოტა ხნის წინ ხორბალთან, პურის წყობასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ნომინაცია მოვიპოვეთ. ეს არის ჩვენი ამბანი, ეს არის ჩვენი პოლიფონია. და კარგი არის რომ წინ მივდივართ. და ახლა დავიწყებთ მუშაობას
ლუდთან დაკავშირებით, თის ლუდთან დაკავშირებით, თის ლუდის ხარშვის ტექნოლოგიებთან, რიტუალებთან დაკავშირებით. ესეც აი სწორედ ამ ცხოვრების პირობებმა განაპირობა, რომ რაღაცა თითქოს აი დაკარგვის გზას მიეცა. აი რელიგიასთან კავშირი რო არ ყოფილიყო და ესეთი მჭიდრო ბმა და ჩვენს განსაკუთრებით ჩვენი თის მოსახლეობაც რწმენასთან, ჩვენს ტრადიციებთან ასე მჭიდრო ურთიერთობა რო არ ქონდეს, დღეს ფაქტობრივად ეს მიმართულებაც დაკარგული გვექნებოდა. ადრე თუ ყოველდღიური მოხმარების საგანი იყო და ჩვეულებრივი სასარგებლო პროდუქტი თის თაში ლუდის ხარშვა და ყოველდღიურად გამოყენებადი იყო საბოლოო ჯამში ხა დღეს მივიღეთ ის რომ აი დღეობებზე თუა შემორჩა ისიც აქა-იქ და ძალიან თიძე ჩამოსათვლელი სახდელები დარჩა ამ ლუდის და თიძე ჩამოსათვლელი ოჯახები იცავენ ამ ტრადიციას და წესს. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ამ ყველაფერს ჩვენ გავუფრთხილდეთ და განვავითაროთ და უფრო თანამედროვე მიდგომებით მიუდგეთ ამ საკითხს. არა მხოლოდ შევინარჩუნოთ, არამედ უფრო წინაც წავიდეთ და თან მით უმეტეს ყოველდღე როგორც მეცნიერება და ტექნოლოგიები ვითარდება, უფრო ახალი და ახალი საინტერესო მომენტები დგება ჩვენი ქვეყნისთვის და უფრო ახალ და ახალ რაღაც ისტორიულ ფაქტებს ვაცოცხლებთ და უფრო ახალი ჩვენი საამაყო მიმართულებები გამოიკვეთება ხოლმე. აგერ ხორბალზე რაღაც ვისაუბრეთ, აგვაღიარეს, ჩამოვედით და უკვე ახალი დასკვნები გამოქვეყნდა სხვადასხვა მსოფლიო წამყვანი ლაბორატორიების უკვე უტყუარი დასკვნები და აქამდე 8000 წელზე რო საუბრობდით, ეხლა უკვე 11000 წელზეც გვაქვს პრეტენზია და ასე შემდეგ და ეს ეხლა ბუნებრივია. იმიტომ რომ არ შეიძლება რომ რაღაცა საზოგადოებამ მხოლოდ ერთ პროდუქტზე იმუშაოს და ერთი მიმართულებით და მაგალითად ეხლა დაესახათ ამოცანა რომ მაინცსა და მაინც ეს ველური ვაზი უნდა გაეკულტივერებინათ და ის უნდა მოეშინაურებინათ და მხოლოდ ღვინო ეკეთებინათ. ბუნებრივია ეს რაღაცა გამოცდილების და ცოდნის დაგროვების ნაწილი იქნებოდა, ხო, ამ ღვინის კეთებაც და შესაბამისად ღვინოსთან ერთად იქ სხვა საკვები პროდუქტები იქნებოდა საჭირო, სხვა სასმელი იქნებოდა საჭირო, ასევე შრომის იარაღები იქნებოდა საჭირო და ეს მიუთითებს იმას, რომ 1000 წლეულების მანძილზე იყო განვითარებული საზოგადოება, რომელიც ბუნებასთან ჰარმონიულად თანაცხოვრობდა და ვითარდებოდა. აქედან გამომდინარე, არც არ არის გასაკვირი, რომ შესაბამისად ხორბალთან ერთად ქერიც მოყავდა და იქ სვიაც იცოდა და შესაბამისად ლუდსაც აკეთებდა, არა მხოლოდ ღვინოს. ჯერ კიდევ ყველაფერი წინ გვაქვს. მე დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ კიდევ ძალიან ბევრი მიმართულებით და ეხლა მით უმეტეს გენეტიკაც, გენეტიკური კვლევებიც ყველაფერი იქითკენ მიუთითებს, რომ მოკლედ ამ განყინვარების შემდგომ ამ ნეოლითების ადრეულ ეპოქაში სწორედ აქ იყო ის ხელსაყრელი პირობები ჩვენს ტერიტორიაზე, სადაც ადამიანს შეეძლო ცხოვრება, განვითარება და მოყვანას როგორც საკვების და რა ვიცი, გამრავლება და ასე შემდეგ და ძალიან ბევრი ისტორიული და რაღაცა ისეთი საინტერესო მომენტის მომსწრეები გავხდებით სამომავლოდ. მე დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ კიდევ ახალი და ახალი ინფორმაციები გამოვა. ეხლა ჩვენ რაც უკვე დადასტურებულად ვიცით, მოდი ჩვენსაც მივხედოთ და აგერ გვაქვს ტრადიცია შემორჩენილია. ბუნებრივია, ჩვენ არასდროს არავის თავზე არ ვახვევთ, რომ აი მაინც გინდა თუ არა და აბა ჩვენა ვართ და ჩვენი ნაბადი. უბრალოდ ვიძახით, რომ აი რა ვიცი, ჩვენია და კარგია და შესაბამისად ეს არ უნდა დაიკარგოს, ამას უნდა მივხედოთ. აი ამ მართალიც არის ასეთი ხედვა და სწორიც არის და ამიტომაც
წარმატებასაც ვაღწევთ ასეთი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში და ამ ლუდთან მიმართებაშიც ვფიქრობ, რომ ეს წამოწყებული საქმე წარმატებით დასრულდება. ოღონდ ამისთვის სათანადო მუშაობა გასაწევი, გარკვეული გამოცდილება ჩვენ გვაქვს ამ წინა ნომინაციებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტს, კონკრეტულად ჩვენს კომიტეტს, სოფლის მეურნეობის კომიტეტს. შესაბამისად, ამ გამოცდილებით გავუყვებით ახლა სამუშაო პროცესს. დიდი მადლობა მინდა თვითონ თქვენგანს გადაგიხადოთ, რომ მობრძანდით დღევანდელ სხდომაზე და მე ხარ რაღაცა წინა გამოცდილებასთან დაკავშირებით გაგაცნობთ. რა სამუშაოებია გასაკეთებელი და მე საინტერესო იქნება, რომ თქვენი კუთხით, ჩართულობით რას ხედავთ, როგორ ხედავთ, რომ ვისაუბროთ. ესე იგი, უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია, რომ ექსპედიციები განხორციელდეს და აღწეროთ, აი რა შემოგშა, სად გვაქვს, რა იხარშება, ეხლა დაახლოებით ნაყოფები ვართ, ვიცით, გვინახავს, მაგრამ ამას უფრო კარგი აღწერა ჭირდება, გადაღება ჭირდება, დოკუმენტალიზება ჭირდება. ეხლა ძირითადად ეს უფრო თუშეთში, ხევსურეთში არის შემორჩენილი, ფშავშია შემორჩენილი სხვადასხვა ოჯახებში, ეს ათენგენობების დროს, როდესაც სოფლებში დღეობებია, იქ შულტები ყავთ და ასე შემდეგ და მოკლედ აი ხატების კარზე ხარშავენ ხოლმე ამ დღეობების დროს ლუდს. ჩვენ დაგვჭირდება, რომ გადამღები ჯგუფი ჩამოყალიბდეს, შეიქმნას, ეს კულტურის სამინისტრო უზრუნველყოფს ამ მიმართულებას და დრო ამისთვის არის სწორედ ზაფხული. ახლა სხვა დროს მთაში მიმოსვლაც შენელებულია, სხვა დროს თითქმის აღარც იხარშება ეს ლუდი, მხოლოდ ამ დღეობების პერიოდში და ამიტომ ეს არის ყველაზე საჩქარო მიმართულება, ასე ვთქვათ, რომ ამ ზაფხულს მოესწროს. სხვა შემთხვევაში უკვე 1 წლის დაკარგვა მოგვიწევს და მაშინ უნდა დაველოდოთ შემდეგო ზაფხულს და ამიტომ კარგი იქნება, რომ პირველი ნაბიჯი ეს გადავდგათ. შევქვნათ რაღაცა გარკვეული ნუსხა იმ სოფლების, იმ ოჯახების სადაც უნდა ჩავიდეს გადამღები ჯგუფი და სადაც ჩვენი მეცნიერებთან ერთად ვინც ამ მიმართულებით ხართ ჩართული, რომ თქვენთან ერთად მოხდეს ამ ყველაფრის აღწერა დოკუმენტალურად, ვიზუალურად. იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია შემდგომში იუნესკოსთვისაც, ვინაიდან ასეთი ფილმი უნდა გაკეთდეს და ეს ნომინაცია, ეს წარდგენა ითხოვს ასეთ ფილმს და შესაბამისად საინტერესო ფილმი უნდა გავაკეთოთ. ისედაც საინტერესო იქნება და გამოვა, მაგრამ მაინც არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიო საზოგადოებისთვის საინტერესო უნდა გამოვიდეს და ესეც ერთ-ერთი ხელის შემწყობი და რაღაც ხარდამჭერი იქნება ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის. ეს ერთი საკითხი, რა თქმა უნდა, სამეცნიერო კვლევითი ექსპედიციები. ქერის მოყვანასთან დაკავშირებით, ლუდის ხარშასთან, ეს სამეცნიერო კვლევითი დოკუმენტაციაც უნდა ახდეს ამ ყველაფერს, გარდა დაუშვათ ვიზუალური და ფილმის გადაღების და ასევე იქ ფოტო მასალებიც დაგვჭირდება და სამეცნიერო სამუშაოც. გარკვეულწილად ეს სამუშაოები სამეცნიერო მიმართულებით ჩატარებულია, გაკეთებულია. მაგრამ ეს ყველაფერი უნდა თანხმედრაში მოიყვანოთ ერთმანეთთან, როგორც ფილმი, ასევე სამეცნიერო სამუშაო ყველაფერი უნისონში უნდა იყოს, რომ რაღაცა ერთ სხეულს წარმოადგენდეს, როდესაც დოკუმენტაციას გავაგზავნით. ხო. საღრიცხო ბარათი არის მოსამზადებელი.
ეს ამისი ფორმა არსებობს და შესაბამისად ამ ფორმის მიხედვით უნდა ვიმუშაოთ. ჩვენ მოკლედ ჩვენი შემოთავაზებაა ასეთი, რომ ბუნებრივია როგორც ასე ვთქვათ წამყვანი სტრუქტურა ჩვენი კომიტეტი ჩვენ დაუკავშირდებით ყველა უწყებას იმ მიმართულებებიდან და კოორდინაციას მოვახდენთ მოკლედ ამ უწყებებს შორის და დაგიგზავნით ხოლმე ყველა მასალას, ყველა დოკუმენტებს, რომ რა პროცესში ვართ, სამომავლოდ რა გვაქვს გასაკეთებელი. ამ სააღრიცხვო ბარათსაც დაგიგზავნით, რომ იცოდეთ და წარმოდგენა გქონდეთ რა საბუთებს ითხოვს იუნესკო, როდესაც მიმართავ ამა თუ იმ ნომინაციაზე. და საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ ჩვენ წლის ბოლოსთვის შეგვეძლება, რომ უკვე სრული პაკეტი გქონდეს. წარდგენა წელს ვერ მოხდება, მომავალი წლის მარტიდან შეგვეძლება, რომ ეს დოკუმენტები გავაგზავნოთ, ოღონდ მანამდე აბსოლუტურად ყველაფერი უნდა სათანადოდ გქონდეს დასრულებული. ეს არის ის მოკლე მონახაზი, რაზეც მინდოდა რომ როგორც ასე ვთქვათ, პირველი სხდომის ნაწილში ერთმანეთთან გვესაუბრა ეს ჩემი მხრიდან და ეხლა დიდი სიამოვნებით მოგისმენთ თქვენც, რომ თქვენი აზრი გამოთქვათ და ვისაუბროთ ამ საკითხზე, თუ რაიმე დამატებით ან საჭიროებას ხედავთ, ან რაიმე სურვილები გაქვთ, რომ ამ საკითხზეც ვისაუბროთ კომიტეტის წევრებთან ერთად. გთხოვთ? ვინ? თან რომ წარმოადგინოთ ხოლმე თქვენი თავი, ვინაიდან იწერება ჩვენი გადაცემა სტრიმითაც გადის და შესაბამისად მაყურებლებსაც აქვთ შესაძლებლობა რომ ჩვენ გვიყურონ და ასე რომ წარმოადგინეთ ხოლმე თქვენი თავი. სალომე ხმიედაშვილი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისა და საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის უფროსი. პირველ რიგში გმადლობთ ინიციატორებს, ორგანიზატორებს დღევანდელი შეხვედრისთვის. ქალბატონი სალომე ჯამბურია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსი გახლავთ კულტურის სამინისტროში. დღეს გარკვეული მიზეზების გამო ვერ ესწრება, გადაუდებელი მივლინება დაიგეგმა ქალბატონ მინისტრთან ერთად, მაგრამ სრული მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, მათი მხრიდან და სალამი შემოგითვალათ ყველას. პირველ რიგში ის, რომ ჩვენ კარგი გამოცდილება გვაქვს თქვენთან ერთად ხორბლის ნომინაციაზე მუშაობის ნამდვილად წარმატებით დასრულდა ის, რაც პირველ ეტაპზე გარკვეული ხარვეზებით წავიდა და ეს იყო კოორდინირებული ძალიან სწორად აგეგმილი სამუშაოები. შესაბამისად, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ აი ეს მნიშვნელოვანი თემა ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც არის ლუდის ხარშვის საქართველოს მთიანეთში, ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციული მეთოდი, ასევე წარმატებით დაგვირგვინდება. რეალურად არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით არის გარკვეული სპეციფიკაციური მოთხოვნები. პირველ რიგში ამ ვთქვათ, აღიარებით იუნესკო იცავს თავად იმ თემის წარმომადგენლებს, რომლებიც პრაქტიკულად არიან ამ საქმეში ჩართული. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის თემის სირთულიდან გამომდინარე, ვინაიდან რეალურად მთა უკვე დაცლილია და ეს ხალხი ძირითადად ბარშია ჩამოსული და სწორედ ამ დღეობებისთვის, ამ დღესასწაულებისთვის, ამ ემოციური დატვირთვით, იმ ისტორიული დატვირთვით, იმ იდენტობის გაცნობიერებით ადიან და აი ამ რიტუალებს აღასრულებენ, ეს რეალურად არის სწორედ უმთავრესი, უმნიშვნელოვანესი
უმნიშვნელოვანესი კომპონენტი არამატერიალური მემკვიდრეობის და რეალურად აქვს ამ ნომინაციას გამარჯვების და აღიარების საფუძველი. ძალიან სწორედ ბრძანეთ ბატონო გელა, რომ რაღაც ამ დამოუკიდებლობასთან ერთად მრავალი კარი გაიხსნა ქვეყნისთვის და ამ პატარა ერმა ისე აქტიურად დაიწყო პოზიციონირება ძალიან მშვიდად, ძალიან წყნარად. იუნესკომ ამის საშუალება მოგცა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობაც დიდი გამოწვევაა და ამავე დროს არის აღიარების ძალიან საინტერესო ფორმა და აი ეს 5 ნომინაცია, რომელიც საქართველოს აქვს წარდგენილი და სწორედ წარმომადგენლობითი ნუსხით არის შეტანილი მსოფლიო არამატერიალურ მემკვიდრეობის სიაში, ძალიან ბევრ ამაზე მეტყველებს. ჩვენი კულტურა მდიდარია ნამდვილად და სწორედ ის ადგილმდებარეობა ჩვენი ქვეყნის ძალიან ეს მრავალფეროვნება, ის რესურსები, რომელიც ამ ქვეყანაში იყო, ამის გამო საშუალება მიეცა ჩვენ წინაპარს, რომ ეს მდიდარი კულტურა შეექმნა. მას ჰქონდა წყალი, მას ჰქონდა ყველანაირი რესურსი და მისთვის არ იყო ახალი რესურსების ძიება საჭირო. ამის საფუძველზე ნამდვილად ის მდიდარი კულტურა და მემკვიდრეობა შეიქმნა და ეს იყო ყველაფერი სინთეზირებული, თავისი სიმღერით, თავისი ცეკვით და კიდე სხვა მრავალი მნიშვნელოვანი კომპონენტით. შესაბამისად, პირველ ეტაპზე რაც უკვე აღენიშნა, რომ დოსიე იუნესკოს ფორმატის მიხედვით, რომელიც გულისხმობს აღრიცხვა ბარათის ფორმას, თავისი ვიდეოთი და თავისი ფოტომასალით, ეს არის ერთიანი, ასე ვთქვათ, ერთი მთელი იმისათვის, რომ ელემენტი იყოს სათანადო დონეზე წარდგენილი, ერთი მეორეს ავსებს და ის, რაც დაუშვათ, ცოტა რთულია მაქსიმალურად გაიწეროს აღრიცხვა ბარათის ფორმატში, ვინაიდან ძალიან მცირე და ასე ვთქვათ, შემჭიდროებული სიტყვათა რაოდენობა გვაქვს ჩვენ ამ სააღრიცხვო ბარათით გათვალისწინებული, შეგვიძლია ფილმით შევავსოთ, ფილმით განვავრცოთ და ასევე სათანადო ფოტომასალით. აქედან გამომდინარე, იმ ზაფხულის პერიოდი ძალიან აქტიურად გვაქვს გამოსაყენებელი, ამ ზაფხულს უნდა მოვასწროთ ნამდვილად, იმიტომ რომ მარტის თვე, როგორც ბატონმა გელამ აღნიშნა, ეს არის დედლაინი. შეგვიძლია მანამდეც გაუშვათ, მაინც იგივე ციკლში მოხდება, მაგრამ მარტი ეს არის, მარტის ბოლო რიცხვი ეს არის დედლაინი უკვე. ამ ციკლისთვის ნომინაციის გასაგზავნად, აქედან გამომდინარე, ჩვენ სასტრაფო რეჟიმში გვესაჭიროება სწორედ ადგილზე ამ ყველაფრის ფიქსაცია, გადაღება და სწორედ ამის საფუძველზე მოხდება დოსიეს შეკვრა, იმიტომ რომ ჩვენ ვერ დავეყნობით მხოლოდ იმ სამეცნიერო კვლევებს, რომელიც მრავლად არსებობს ჩვენ სამეცნიერო ლიტერატურაში. ვინაიდან ჩვენ მხოლოდ დღევანდელობა გვაქვს დასაფიქსირებელი იუნესკოს კონვენციის მოთხოვნის მიხედვით. ის რაც არსებობდა, მაგრამ დღეს მკვდარია, ეს იუნესკოს არ აინტერესებს. მას აინტერესებს მხოლოდ ის ფორმატი, რა ფორმატითაც ესა თუ ის კულტურული ფენომენი არსებობს დღეს იმ თემებში და საზოგადოებრივ ჯგუფებში. შესაბამისად, პირველადი აუცილებლობა ისევ და ისევ არის მოდით ექსპედიციას მე ვერ დავარქმევ, უფრო იმის გადაღება და ფიქსაცია ამ რიტუალებისთვის, როგორც ხდება მომზადება თემში, აი ლუდის პირველივე აი დაყენებიდან წყლის მოზიდვიდან დაწყებული, მოკლედ. აი ეს უნდა იყოს სრული პროცესი, ძალიან თანმიმდევრულად აღწერილი, გადაღებული და უკვე ჩვენ გვექნება საფუძველი, რომ გამართული ნომინაციის დოსიე მოვამზადოთ. დიდი მადლობა ყველას. დიდი მადლობა. ის გსურთ. მოგესალმებით. მინდა მადლობა გითხრათ კომიტეტს ბატონო გელა თქვენ რომ ეს თემა აი გააქტიურდა და ნამდვილად ალბათ წარმატება ექნება. ძალიან მნიშვნელოვანია აი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი განსაკუთრებული მხარეა, როგორც 1000 მეტრის ზღვის დონიდან იმის ქვემოთ მე ვენახეობა ღვინის კულტურა მთაში ცვლიდა ფაქტობრივად ზედაშეს ფარდი იყო ლუდი, ტრადიციული ლუდი, სახატოდ, საქორწილოდ
და მიცვალებულის გასასვენებლად. ეს იყო რიტუალური სასმელი, ეს კომპონენტი აუცილებელია და ეს უნდა აისახოს სწორედ აი ახლა როცა გადაღება მოხდება დავინახავთ ჩვენ რომ მხოლოდ ამ დანიშნულებით დღესაც კი და სხვათა შორის იმით არის მნიშვნელოვანი რომ ეს კომპონენტი არის ერთ-ერთი მაკავშირებელი ბარში ჩამოსული მთიელების მთასთან, თავის მშობლიურ ხატთან და სოფელთან. სხვა კავშირი ზოგჯერ არც კი არის და ეს ამისთვის მოდის ხალხი, ახლა არაბული ვარ მე, ავტომობილარებული უნდა ეთქვა ეს. თავიდანვე გახლავართ აკადემიის წევრი აკადემიაში საქართველოს მთიანეთის კომპლექსური შესწავლის კომისიის თავმჯდომარე, ისე ენათმეცნიერი ვარ პროფესიით და აი ეს თავმჯდომარეობა მოკავშირეებს უფრო ამ პრობლემებთან და ჩვენ ვსწავლობთ ამ მთის გაჭირვებას, დემოგრაფიული მდგომარეობა ძალიან მძიმეა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურის საკითხები ახლა მაგალითად ყველაზე შემეფერხებელი რაც იქნება ამ პროცესში ყველა მიმართულებით გზის პრობლემაა. თუშეთში მაგალითად აუცილებლად უნდა გადავიღოთ, მაგრამ ჯერჯერობით თუშეთში ჯერაც არ არის გზა გახსნილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ეხლა მე არ გავაგრძელებ იმ მიმართულებით, რაც გალბატონმა მასალამ შესანიშნავად წარმოადგინა. ერთადერთი ვიტყვი, რომ ლუდი ტექნოლოგია, მთის ლუდის დამზადების ფაქტობრივ ერთგვაროვანია, ერთნაირია, მაგრამ ამავე დროს ჩამოყალიბდა სხვადასხვა კუთხეში და სხვადასხვა თემში ლუდის ნაირსახეობები. აი ლუდის სხვადასხვანაირი ლუდია შატილში, არხოტში, აქეთ მით უმეტეს კუთხეების მეტი ფშავში და ასე შემდეგ. და ეს აუცილებლად უნდა იყოს ასევე ამ ნომინაციაში ასახული, იმიტომ რომ ეს ევროპელმა ძალიან კარგად იცის, ახლა გერმანიაში ვინც ყოფილა, იცის რომ ყველა ქალაქს თავისი ლუდი აქვს და ძალიან იწონებს თავს ამ ლუდით და აუცილებლად შემოგთავაზებენ, ხო? ახლა ამ შემთხვევაშიც ეს ხელშეუწყობს მომავალში იმას, რომ ლუდის ეს დამზადება განვითარდეს და განვითარდეს სწორედ შატილი ლუდი იქნება. ეს კი არა ქარხნული რო იყო შატილი ლუდი, არამედ ადგილობრივი და ეს ტურისტს მოიზიდავს, ძალიან ეძებენ ადგილობრივ პროდუქტს მოგეხსენებათ. ახლა იმ კომიტეტში ვარ, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ამ მიმართულებას. ტურისტი რომ ამოდის, იქ ეძებს ადგილობრივ პროდუქტს და სამწუხაროდ მესაქონლეობას დაანება თავი იქაურმა ხალხმა. ამ მიმართულებით არაფერი არ არის და მაღაზიაში ნაყიდს და ბაზარში ნაყიდ სხვადასხვა ქვეყნების არ დავასახელებ პროდუქტს სთავაზობს ტურისტს და ეს რა თქმა უნდა არასახარბიელო მდგომარეობა, ეკონომიკური თვალსაზრისით არა მოგებიანია და ასე შემდეგ. ეხლა ჩვენ გვაქვს რამდენიმე ასე ვთქვათ სამიზნე სოფელი, რომელშიც ამზადებენ ჯერ კიდევ ლუდს ხარშავენ, ადუღებენ ხოლმე ჩვენ და მეტყვი ამას, მაგრამ მანამდე მინდა ერთი რაღაცა ასე ვთქვათ წინადადება შემოგთავაზო. მარტის 19-ში, 18-ში თუ 19-ში იყო მთის საბჭოს სხდომა ონლაინ ფორმატით ჩატარდა. მთის საბჭოს მოგეხსენებათ ის განიხილავს წლის დასაწყისში განიხილავს გასული წლის შედეგებს და ახალი წლის ამ წლის გეგმებს და ეხლა იქ მივაქციე ყურადღება, რაზეც მინდა ამ კომიტეტში სწორედ უნდა დავსვე ეს საკითხი. მივაქციე ყურადღება იმას, რომ 20 მილიონი დაფინანსებიდან, რომელიც ყოველწლიურად მთის პროგრამით ხორციელდება სახელმწიფოს მიერ ბიუჯეტიდან, 5 მილიონი გამოიყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოიყო ამგვარ სამეურნეო ინიციატივების სახელწოდება ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ აი იმ პროექტებისთვის, რომლებსაც შესთავაზებდა მოსახლეობა ამ მიმართულებით და აღმოჩნდა, რომ აი შედეგის ანგარიშის მიხედვით ჩანდა, რომ ამ 5 მილიონიდან ათვისებული იქნა მხოლოდ 2.5 მილიონი. ეს 2.5 თანხისა არ იყო ათვისებული და იმავე დროს განაცხადში იყო, რომ ისევ 5 მეტისაც კი მოითხოვდა სოფლის მეურნეობის სამინისტრო 5.5 მილიონს დამტკიცდა ეს მეც და უდასტურე და უბრალოდ დავსვი კითხვა იქ, რომ
რატომ ვერ იქნა ათვისებული ეს 2.5 მილიონი, იმიტომ რომ განაცხადები არ იყო თუ რაშია, რა არის ამისი მიზეზი. ახლა როგორც წესი პასუხი არ მიმიღია, ცხადია, მაგრამ ახლა საკითხს კი არ ვსვამ. მე სხვა საკითხს რომ რადგან ეს ახლა აქ რესურსები, რაღაცა რესურსები იქნება საჭირო, მთიანეთს ეხება და ამ მიმართულებით ეს უკვე დაშვებულია ბიუჯეტიდან, ის 5.5 მილიონი როა, თუნდაც 9.5 მილიონი რომ წარიმართოს ლუდის, აი ამ ტრადიციული ლუდის დამზადების, აი ამ ნომინაციის მომზადების მიმართულებით, ეს იქნებოდა ძალიან ხელისშემწყობი ეს. ახლა რატომ მოახსენებთ ამას? ახლა ჩვენ აი რამდენიმე იმასთან მქონდა მე კავშირი მთაში, გეტყვით ახლა ამას და ყველგან დაიჩივლეს რომ ამას სჭირდება ნედლეული ცხადია, ადგილობრივ ქერი აღარ მოდის და ის ალაო, ფორი, ესე იგი უნდა აიტანონ საიდანღაც, ხო? ქარხნებიდან, ქარხნიდან კედლობენ ამას და უნდა მოიტანონ სვია და ასე შემდეგ. ამის ხელშეწყობა რომ მაინც მოხერხდეს რომ მეტი სტიმული იყოს საიმისოდ რომ ის გაკეთდეს რაც არის. ეხლა გეტყვით უშუალოდ რა სად არის ეს და სხვათა შორის საკმაოდ აი პირადი ინიციატივით ამას რომ სამეურნეო დანიშნულებით ამ ინტერესით აკეთებდნენ სხვა ამბავია, მაგრამ აკეთებენ აი იმისთვის რომ ჩატარდეს კერძოდ ხატობა და რაღაც უმასპინძლონ იმას ვინც ადის და ბარიდან საკმაოდ ადიან ამ დროს აი ამ საათენგენოდ ეს არის ივლისის ბოლო 10 დღე, ესე იგი ახლა მოდის 18-19 შაბათკვირა, მერე 25-26 შაბათკვირა და აი ესე არის და ზოგან შეიძლება გადავიდეს პირველ ორში აგვისტოში. ეხლა ეს რაღაცა ესეთი გრაფიკი აქვს ამ დღეობების, მთის დღეობების გამართვის. მე ეხლა იმედი მქონდა რომ შატილში ყოველთვის ადუღებდნენ, იქ იყო ერთი ჯურხა ჭინჭარაული, რომელიც ტრადიციულად ამ დროისთვის ადუღებდა, სამწუხაროდ გარდაცვლილა და აი როგორია მთის სოფლების ბედი, ახლა იქ ლუდის მომდუღებელი აღარ არის. ანუ შატილის გუშინ შატილზე ვლაპარაკობდი და დღეს უკვე შატილის გამოირიცხა. აკეთებენ, ადუღებენ ტრადიციულად კისტანში. კისტანი არის აქეთ, შატილს აქეთ არის, აი ლებაისკარს რო გავწდებით, იქ არის მარცხენა მხარეს კისტანი. კისტანში შეგვიძლია როშკაში არაჩვეულებრივი ლუდის სპეციალისტია, აი ამ ტრადიციული შოთა ციკლაური, რომელიც ფაქტობრივ რეგულარულად ამზადებს სახლში, აქ როშკა შეგვიძლია ჩავნიშნოთ. ბისოში, ბისოხახმატი არის ამ შატილის გზაზე. ბისოში არიან ქეთელაურები, ძმები, რომლებიც ასევე არჩეულებრივ ლუდს ამზადებენ. შემდეგ პირაქეთ აქეთ ჩვენ გვინდა სხვადასხვა კუთხე. ამიტომ ხევის ინტერესი ცხადია გქონდა. ხევში არის, ხევსურების სოფელია ჯუთა. ოღონდ ხევის ტერიტორიაზეა. ჯუთაში ტრადიციულად ასევე თუკი შეძლეს იქაც გზის ძალიან სერიოზული პრობლემაა, წლეულს როგორც შემპირდნენ, მოღარშავენ ლუდს. შემდეგ ერთი რაღაცა მინდა გითხრათ, რომ ერთ შეიძლება არ იყოს, მე მგონი რომ საინტერესოა. აჩხოთში, ყაზბეგში მსახურობს ანდრია აბაიშვილი. იმერელი კაცია, იქ არის წინამძღვარი, რომელმაც ტრადიციული ლუდი მონასტერში აღადგინა და მეტიც თქვენ თუ ყაზბეგში იკითხავთ, ამ მონასტრის ლუდს იკითხავთ, ხო? იმავე ფასად, რაც არის ქარხნული ლუდი, იყიდით ტრადიციულ ლუდს, ჩამოასხაე 2 ლიტრანახევრიანი ბოთლების და ასე შემდეგ. შეიძლება ჩვენ ეს გამოცდილებაც ჩავრთოთ, იმიტომ რომ ეს არის ფაქტორი თანამედროვეობას მორგება და თანაც ეს განახორციელა სასულიერო სფერო, მაგრამ აი გასულ ზაფხულს ეს თვითონ ნახე მე. ფშავში არის ერთი ოჯახი, ერთი დაბრუნებულები, იქ ერთ ხევისბერი იყო, კოჭლოშვილი და მისი შთამომავლები არიან, რომლებიც ასევე ფშაურ ლუდს ამზადებენ, ეს არის ქალილოში. აი მაღაროს კარი სადაც არის იქ და ასე. და გვაქვს აი თუშეთის მიმართულება ჯერჯერობით ჩვენ ეგ დაზუსტება გვინდა
არიან მორიგეები, ეს დასტურებს ვეძახით ჩვენ ესე ვარაოსებურად მორიგეობენ, ვინც ემსახურება იმ წელს ხატს, მას ევალება ლუდის მომზადება ხატს სახატოდ და ეხლა ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ ორგზის ასვლა მოუწევს ოპერატორს და ნუ ვიცი იქნება მასე თანხლები ოპერატორს ერთი ლუდის ხარშვის დროს, იმიტომ რომ ეს რიტუალი იწყება წყლის აღებით, ყველაფერი უნდა იყოს წმინდა, ფეხუხვედრი, როგორც იტყვიან, წყლის აღებით იწყება ხარშვა თავისი ინვენტარით და ასე შემდეგ, თავისი ადგილით, რომელიც ასევე წმინდა უნდა იყოს. შემდეგ ხდება აი ამას უნდა დაესწრონ აუცილებლად იმავე დღეს ეს უნდა გაგრილდეს შემდეგ ამ მოხარშვის შემდეგ ორგზის მოხარშვა ხდება და მერე უნდა გაგრილდეს და უკვე ნელთბილი ეს უნდა შეყრა ხქვია ლუდის შეყრა ეს რიტუალია ლოცვით და იმით წარიმართება და დედა უკეთდება და ასე შემდეგ მერე აი 5 დღიდან 7 დღემდე სჭირდება ამას ანუ ერთი კვირით ადრე ადუღებენ ლუდს აი უკვე როცა ხატობა იწყება იმ წინა საღამოს ხდება კოდების გახსნა ეს კასრების რაშიც დუღდება და აი ამას უნდა დაესწროს ეს უნდა გადაიღოს აუცილებლად და ცხადია ხატობაში მიტანა ამის იმავე დღეს აი ესეთი ის არის პროცესია ასასახავი დოკუმენტურად სხვადასხვა ადგილას ესე იგი თუ ეს იქნება ხევში ფშავში ხევსურეთში თუშეთში ეს უკვე ფაქტობრივ აღმოსავლეთ საქართველოს თიანეთის ილუსტრაციას მოგცემს და ასე. უკაცრავად ცოტა გამიგრძელდა, მაგრამ როდა ის. პირიქით ძალიან საინტერესოა, დიდი მადლობა. დიახ. რა თქმა უნდა. მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში მოგესალმები პატიცემულ საზოგადოებას დიდი პატივისცემით. რატომ ეხა მე ვერ ჩავერთვები გამომდინარე იქიდან რომ დროც გავაცდინე და სიმართლე გითხრათ რაღაც გარკვეული მიზეზის გამო ამაზე მაგრამ რაც გავეცანი მე გარკვეულ პრობლემებს მე ესეთი რამის მე არა ზოგადად მოგვეფიქრებინა როდესაც ვსაუბრობ ნედლეულზე და გარკვეულ ინფრასტრუქტურულ პრობლემაზე და კომუნიკაციაზე განათლების სამინისტროში იყო ოღონდ ეხა იდეის დონეზე ვამბობ ბატონო გელა არსებობდა ესეთი მცირე პროექტების სახელწოდებით სოციალური მეწარმეობა. სხვათა შორის აი მაგალითად ჩვენ ერთ-ერთი პროექტი გამარჯვებული პროექტი იყო ქეთში დედოფლის წყაროს რაიონის გულისხმობ ჩასახლებულ ფშაველებში მაგალითად ახალგაზრდები ჩადიოდნენ თავისი რესურსით, თავისი დანადგარებით, შესაბამისად რაც ჭირდებოდა და დამბალ ხაჭოს ტრადიცია უნდა აღდგენილიყო. აღდგენილიყო არა, ეს უფრო სოციალური მეწარმეობის კუთხით გასულიყო. ამით გავდიოდით ორ კომპონენტზე. ხა ჩვენი მაშინდელი გეგმა და იდეა იყო ეს, რომ იყო ახალგაზრდების ჩართულობა, იყო ტრადიციის თემატიკა, რომელიც არ უნდა დაგვევიწყებინა ეს და მესამე, რომელიც ამ ორგანიზაციას, რომელსაც ვთქვათ ის ოჯახი იქნებოდა თუ დაქირავებული ვთქვათ ადამიანები, გლეხები, რომლებიც აწარმოებდნენ, ამის რეალიზაციას მოახდენდნენ და ეს რა თქმა უნდა ჩაბრუნდებოდა. გამომდინარე იქიდან რომ ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი და შეხება მქონია და მაგიტომ ამბობ, წარმოუდგენელია ფილმის გადაღება თქვათ 10 ლოკაციაზე გამომდინარე იქიდან რომ ინფრასტრუქტურული პრობლემაა და გარკვეული ფინანსებზეც არ არის ლაპარაკი, აქ სერიოზული დრამატურგია ჭირდება, ჩათვალეთ, არ ვიცი, ძალიან უმაღლესი დონის რეჟისორი უნდა დაждდეს და ეს ყველაფერი გადაიღოს. არის საშუალება, მე ვიცი და შეგვიძლია რაღაცა შევთავაზოთ მთავრობას, რომ პატარა მცირე გრანტები რო გამოყოს ახალგაზრდებსაც ჩავრთავდით ამაზე და თუნდაც მომზადება, რაზეც არის საუბარი, აი წინა დღის მოსამზადებელი პერიოდი, 2 დღის მოსამზადებელი პერიოდი, ეს არის საუბარი 3-4 კაციან ჯგუფებზე ახალგაზრდებზე, რომლებიც იციან იქ თუნდაც შეგვიძლია ასე ვთქვათ, აი ფილმისთვის გადასაღები მასალა რომ მომზადეს, იმ რაოდენობის ნედლეული თუნდაც მომარაგებული იყოს უკვე ადგილზე ეს და კოორდინაციას უწევდნენ ერთმანეთს ეს კომპლექსური იქნება ვთქვათ რაღაც გარკვეული 7 ჯგუფი რომელიც კონტაქტზეა და აბა ვთქვათ მუცოში რა მოხდა შატილში იქ რა მოხდა როგორ ჩაიარა რა და შესაბამისად შემდეგ უკვე ჯგუფთან არის კოორდინაცია და აი ასე მე მგონია რომ ეს ვარიანტი შეგვიძლია გამოვიყენოთ
თან აპრობირებული მეთოდი იყო და კულტურის სამინისტროც წარმოდგენილია, განათლების სამინისტროსაც შეგვიძლია შევთავაზოთ ეს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. აქ დიდ თანხებზე არ არის საუბარი, მცირე გრანტებზეა 3-4 კაციანი რაღაცა ეს საინიციატივო ჯგუფი თან ახალგაზრდული ორგანიზაციით შეგვიძლია ძალიან გავიადვილოთ საქმე. მადლობა. დიდი მადლობა. კი, აი, სწორედ ამას ემსახურება ეხლა დღევანდელი ჩვენი შეკრება. აი, სათქმელად შეიძლება ასე რაღაცა მარტივად ჩანს, რომ აი მოდი ავსახოთ ეს რიტუალი. მაგრამ როდესაც ჩვენ მთიანეთს ეხება ეს კავშირებიც, ხო, ეხლა ისეც არ არის, რომ მაგალითად თუშეთში ცხენით კი გადახვალ ხევსურეთში, მაგრამ მანქანით, ხო, მანქანით ვერ წახვალ. შესაბამისად, იქიდან რო უკან დაბრუნდები, მე ახლა ფშავში რო შეხვალ, მე კიდე ხევსურეთში რო ახვალ. თან, როდესაც საუბარია, რომ ესე იგი წყლის აღებიდან დაწყებული იქ რაღაცა 1-2 დღე მაგას ჭირდება, მე უნდა დაელოდო, მე ერთი კვირის მერე კიდე მიხვიდე. მე კიდე დაელოდო და მე ხატობა რო დაიწყება, ახლა იმ გახსნის და შესაბამისად ერთ ადგილას სადღაც 2-2 დღის ინტერვალით 3-3ჯერ მოგიწევს მისვლა და ამ ყველაფრის აღბეჭდა გადაღება. თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დაემთხვევა დროში თუშეთშიც, ხევსურეთშიც და ფშავშიც, ხო? ესე იგი ერთი ჯგუფი ამას ვერ გააკეთებს, ერთდროულად იმ ადგილებში ვერ აღმოჩნდება. თან თუ იქ სოფლებსაც ჩავშლით ჩვენ, შესაბამისად ამას კარგი დაგეგმა ჭირდება. ეხლა ეს რეჟისორი ბუნებრივია, ერთი უნდა იყოს, ერთი ხედვა უნდა იყოს, ერთი აზროვნება უნდა იყოს, რომ ეს მასალა მე ყველაფერი შეიკრას. ეს საკმაოდ დიდი სამუშაოა, რომელიც კულტურის სამინისტრო იქნება ძირითადად ამ მიმართულებით წამყვანიც, ასე ვთქვათ და მაგრამ რესურსებს რაც შეეხება, ეს უნდა სამინისტროსთან ერთად გავიაროთ და იქ ჩამოყალიბდეთ. თუ ჭირდებათ დამატებითი დახმარება, მაშინ იგივენაირად ასე ჩვენ შევიკრიბებით, სხვა უწყებებსაც ჩავთავთ და შევთავაზებთ, თუ დაუშვათ თავის თვითონ გაართმევენ თავს და რაზეც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, მაგას რაჯობია, ამიტომ ალბათ კულტურის სამინისტრომ უნდა მე შემდგომში. ძალიან კარგი ინიციატივა, იმიტომ რომ ზუსტად ჩვენ საუბრობდით თითქოს რაღაცა ორ ლოკაციას აიძლივს ვარჩევდით, რომ აი სად ჯერ კიდე სად ტარდება ისე ნამდვილად სადადიან სადასრულებენ ამ რიტუალს და უკვე დღის მონაცემებით საკმაოდ ისეთი ვრცელი სურათი იკვეთება ჩვენ და საბედნიეროდ ძალიან გვახარებს ეს ფაქტი. მაგრამ რეალურად ნამდვილად თუნდაც ერთი გადამღები ჯგუფის პირობებში ამის გაკეთება შეუძლებელია, იმიტომ რომ როგორც წესი ეს ესე იგი თუშეთი ხევსურეთ რაღაც ერთმანეთს უწევდნენ ანგარიშს და ერთი კვირით ადრე იქით, ერთი კვირით გვიან იქით და რაღაცა ვფიქრობდით, რომ ამას მოვაგვარებდით, ტექნიკურად მოვაგვარებდით, მაგრამ ამ მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, რაც ნამდვილად გვახარებს, ძალიან სწორი სტრატეგია იქნება ის, რაც თქვენ ახსენებთ, ნამდვილად დაგვეხმარება. უბრალოდ ეს ცოტა აი მენეჯმენტის თემა, ეს არის უკვე თანხების გადანაწილ, რა ფორმატით შეიძლება სახელმწიფომ ეს კანონმდებლობის მიხედვით განახორციელოს, ანუ რა ტენდერი უნდა იყოს, გრანტი გამოყოს ამისთვის, ანუ ეს არ ვიცი, ეს ცოტა ფინანსური მხარე ასე ვთქვათ, უფლებამოსილებას ცდება, მაგრამ მე მგონი მოგვარდება, არა მგონია, იმიტომ რომ სახელმწიფოს დიდი ინტერესი აქვს ეხა ამ თემის მიმართ და ნამდვილად სწორი იქნება ამ უგზოობის გათვალისწინებით რაღაცა ლოკალიზდეს ის ჯგუფები, რომლებიც თავიდან დირექტივები, რა თქმა უნდა, სრულად ჩვენი მხრიდან იქნება, იმიტომ რომ ამას დავარეგულირებთ და საბოლოო ჯამში მე რა თქმა უნდა ერთი ჯგუფი, რეჟისორი, მემონტაჟე და ასე ვთქვათ, სცენარის მიხედვით უკვე მთელ მასალას თავს მოუყრის და იმათ წუთში რაღაცნაირად ამის გამოსვლებაც გვაქვს, ჩვენ გავაერთიანებთ, მაგრამ მთავარია რომ მასალა გქონდეს და მრავალფეროვნება ამ სოფლების ვაჩვენოთ რახან დღეს გვაქვს ამის საშუალება. ასე რომ ნამდვილად ძალიან დიდი მადლობა ამ იდეისთვის და მადლობა კიდე იმისთვის, რომ უკვე რაღაცა საკმაოდ ბევრი ლოკაცია გამოჩნდა და კიდე ველოდებით ჩვენ ახალ ინფორმაციას ამის თაობაზე. დიდი მადლობა სხვებს გისმენთ.
მიკროფონი თუ შეიძლება რომ ჩართოთ და თან რომ იწერება და ის კარგად ამ მიკროფონს უცალავარ. კი ბატონო. დიდი მადლობა ბატონო გელა რომ ჩვენ მოგვიწვეთ აქ და ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე გვაქვს დღეს მსჯელობა. მინდა მოგახსნოთ რომ მე რაღაცა გარკვეული გამოცდილება მაქვს ამ ხრივ. იმიტომ რომ ჯერ კიდევ ერთი 20 წლის წინათ მე ვიყავი თუშეთში დაახლოებით 1 თვის განმავლობაში ვსწავლობდი მე ამ დარგს. მე გახლავართ აპატიას ვერ გითხარით საქართველოს ეროვნული მუზეუმი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ კორესპონდენტი გახლავართ. და წავედი მე გოგით ობაძესთან მქონდა ურთიერთობა მაშინ მე პარლამენტის წევრი გახდი და ბატონო გოგიმ თვითონ მოისურვა ეს რომ ასე გავეკეთებია. მე ამავე დროს ეთნოლოგი გახლავარ და მასალის შეკრება და მოძიების ახლა ასე თუ ისე დიდი გამოცდილება მაქვს და ერთი თვე ვიყავი თუშეთში ეს სათენგენობის დროს, როდესაც მიდის სწორედ ეს შესანიშნავი დღესასწაული, ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ტრადიციული და კარგი, ასე ვთქვათ. და ფაქტობრივად რაც შეიძლებოდა აი ზეპირი საშუალებით გამოკითხვის და ამავე დროს მე არ ვარ პირველი ამაში იყვნენ წინვალე ქართველი ეთნოლოგები, რომლებმაც დააწერეს შესანიშნავი ნაშრომები ლუდის შესახებ. ანდრო ლეკიაშვილი იყო ესეთი ჩემი წინამორბედი, ჩემი მასწავლებელი. თვითონ აღწერილი არის ეს დღესასწაულები ძალიან კარგად ალექსი ოჩაურის შემოქმედებაში თავიდან ბოლომდე ერთი ბეწვი რო არის გამოტოვებული არაფერი ისე ასე რომ ის სცენარი რომელიც უნდა დაეწეროს აუცილებლად იმისათვის რასაც თქვენ ახლა ვაპირებთ ჩვენ ვაპირებთ არა აუცილებელია სცენარი მომზადდეს ჯერ სცენარი უნდა იყოს სად ვინ როგორ საწავა როგორ წავა და როგორ დაეწყება ამ ფილმის გადაღება რომელზეც თქვენ საუბრობთ დღეს ამასთანავე იუნესკო აქ სწორად აღინიშნა რომ იუნესკო მოითხოვს იმას კი რომ ტრადიციაში არსებობდა ოდესღაც რაღაც იუნესკო მოითხოვს რომ ტრადიცია გრძელდებოდეს ეს რაც დღესაც იყოს და იუნესკოს დაინტერესებს სწორედ ის მომენტი როდესაც ხდება ამ პროცესის თავიდან ბოლომდე მოქმედებაში გადაღება და მოქმედებაში დადასტურება სხვანაირად ის არ იძლევა თავის ამ ძალიან მაღალ რეგალიას ასე რომ და ამას კიდევ თავისი ის გააჩნია ამ პროცესს გააჩნია თავისი ესე იგი აქ არის დროში გაწილილი ეს ამბავი არ ხდება უცბად რო ჩახვიდე და ეხლა დღევანდელ პირობებში ეს ხდება იოლად იმიტომ რომ ფორი რომელიც ყველაზე უმთავრესია ლუდის მოდუღებისათვის შემოაქვს საზღვარგარეთსა როგორც ჩვენ მელუდეებს ისე და ამ ფორის მიხედვით აკეთებენ ლუდს და არა როდესაც ეს ფორი არ იყო და თვითონ უხდებოდა ხევსურ და თურს ფორის მომზადება ეს უკვე სხვა პროცესია რა ეს არის ქერზე დამოკიდებული ქერის საგანგებოდ არსებობდა ქერის ყანები რომლებიც საკრალური იყო ქერის ყანიდან მოწეული ლუდი სხვას კი არ დაელეოდა ქერის ყანიდან მოწეული ითვლებოდა წმინდა სასმელად საერთოდ ლაპარაკი აქ წმინდა სასმელზე აქ იმდენად ეს კი არ არის ვიტალური მოთხოვნილებისათვის ეს არის წმინდა სასმელი ეს არის რიტუალი თრიალეთისთვისაც თქვენ ყველა მიცით რა მე-17 საუკუნის არის ძველი წელთაღრიცხვის აღრიცხვის იქ არის სწორედ აი ეს რიტუალური სასმელის შეწირვის ცერემონიალი წარმოდგენი ბრწყინვალედ ყველა ამბობს რომ ეს არის ღვინო, მაგრამ მე ვამბობ რომ ეს არის ლუდი. ეს არის ჩემ წიგნში რომელიც მე გამოვეცე ამასთან დაკავშირებით. ეს წიგნი არის თარგმნილი ძალიან კარგად და კარგი მთარგმნელის მიერ ინგლისურ ენაზე. არის ინგლისური და ქართული გამოცემა დასურათებული არის შესანიშნავად სწორედ იმ მასალით რაც ჭირდებოდა ამ შემთხვევაში ამ ნაშრომის გამოცემას. ამდენად ახლა აი ფორის მომზადებაზე როცა ლაპარაკი არა ეს ქერის დალბობა ხდება მარტო 5 დღე უნდა მარტო ქერის დალბობას. წყალში უნდა იყოს ეს ტომრებში ჩადებული დალბესი, შემდეგ უნდა ამოიღონ ჭერხოში დაყარონ, გააშრონ კიდე 5 დღის განმავლობაში. შემდეგ წისქვილში უნდა დაეფქვას, წისქვილიდან მოეტანონ, დააყარონ, ესე იგი, და აქ შემდეგ იწყება ამის გაღვიება, ამის გაფუება, ამის გამოხდა, მერე კოდებში ჩასვლა, მერე კოდების გახსნა კიდე 10 დღის შემდეგ. ნახეთ ეს ამხელა პერიოდია. თუ ჩვენ ვაპირებთ იმას რომ ეს პროცესი იყოს ტრადიციის მიხედვით გაკეთებული, ამას ძალიან დიდი მე არ მინდა ახლა გავაძნებლო ეს საქმე, არ მინდა, მაგრამ ასე რეალობა რაც არის, მინდა დაგანახოთ ეს რეალობა. რაც ამ პროცესს ეღობება წინ. თუ ჩვენ ფორის გარეშე შევძლებთ რომ ეს გავაკეთოთ, კი ბატონო, მაშინ ეს იოლი გასაკეთებელია, ეს მოხდება 2-3 ოჯახიდან შეიძლება წინასწარ გავაფრთხილოთ. მივცეთ იმას გარკვეული, ესე იგი, საშუალებები ამისათვის და ისინი ამას გააკეთებენ. აი თქვენ რა დაასწრეთ ბატონო ავთოს სწორედ იმ ოჯახებში მე მყავს ახლა თქვენით მეგობრები იდეოიზეები ძალიან მაგარი ბიჭები არიან შეუძლიათ იმათ რომ ამ საქმეზე ხალხი გამოძებნონ ნახონ წინასწარ შევიპიროთ და ეს ფილმი გადაღებული იქნეს რა
მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა წინასწარ განმოცხადო, რომ აი როგორ ვაპირებთ, რა ფორმით ვაპირებთ ამ ფილმის გადაღებას და ამ მასალის ამოღებას იმ ტრადიციიდან, რა ტრადიცია ჩვენ გვინები ამაყუთ და ეს საქმე მივუყუროთ ბოლომდე. აი მოკლედ თუ ეს წიგნი, ჩემი წიგნი დაგჭირდება და პარლამენტს სურს, ესე მე შემიძლია სამწუხარო რა თქმა უნდა. ბატონო ელდარ, რა თქმა უნდა, ჩვენ აბსოლუტურად ყველა მასალა დაგვჭირდება, რომ მაქსიმალურად გავამდიდროთ ჩვენი საბოლოო წარდგინება იუნესკოში და იყოს ყველა მიმართულებით გამყარებული. ეხლა ამ საკითხთან დაკავშირებით აი გიპასუხებთ რაც ეხება ნედლეულს. ეხლა დღეს ნედლეული ჩვენი ადგილობრივი, ფაქტობრივად არ გვაქვს. შემოდის ჩეხეთიდან, შემოდის გერმანიიდან, შემოდის და ასე შემდეგ უკვე გამზადებული ამარტივებს საქმეს, ასე ვთქვათ და ყველა მხარშველს ურჩევია, რომ აგერ გამზადებული ნედლეულისგან პროდუქტის შექმნას. ეხლა ამ შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ ამ ჩვენს რიტუალებზე და ტრადიციებზე, ლუდის ხარშვის. ასე იყო თუნდაც ხორბალთან მიმართებაში. არც ეგ ხორბალი არ გვაქვს. ძალიან მცირე რაოდენობა, ეხლა გაძლიერდა მუშაობა და ეხლა მიდის მუშაობა, რომ რაღაცა რაოდენობა ქვეყანაში სათესლე ხორბალი მაინც მოვიპოვოთ და ის იშებისგან, მინარევებისგან გავასუფთავოთ და ასე შემდეგ და ჩვენ შევძლოთ, რომ უკვე რაღაცა ხელშესახები წარმოება გავაჩინოთ ქვეყანაში ამ ხორბლების. თორე დღესაც ძალიან მცირე რაოდენობა გვაქვს, აგერ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მუშაობს, აგერ კერძო კომპანიები, რამოდენიმე ორი ადამიანი, ვიცი ეგ კომპანიებს ხარ დავიწყებ ჩამოთვლას, მაგრამ მუშაობს, მოკლედ ძალიან სულ 2-3 შეიძლება რაღაცა ორგანიზაცია ამ მიმართულებით და ძალიან მცირე რაოდენობა გვაქვს ამ ხორბლის თესლისაც კი ახლა ორი მუჯა და სამი მუჯა რო გაქვს ეგ არ ითვლება რომ ქვეყანაში შენ ნიმუშად რო გაქვს შემორჩენილი ხორბალი. ამიტომ ამ მიმართულებითაც დავიწყეთ მუშაობა და ყოველწლიურად უფრო და მეტი კარგი შთამბეჭდავი შედეგი გვექნება თუნდაც ძველ ქართულ ხორბლის ჯიშებთან დაკავშირებით და ასევე ქერთან მიმართებაში. ქერის ნიმუშებიც გვაქვს, აი ეს მნიშვნელოვანი ჯიშები და სახეობები რისგანაც საბოლოო ჯამში აი ეს განსხვავებული ლუდის თვითონ თუნდაც გემოვნური და რაღაცა თვისებები სწორედ ამ ნედლეული განაპირობებს, ხო და ადგილი განაპირობებს საერთოდ არის მოყვანილი და რომელი ჯიშია მოყვანილი და ეს ჯიშებიც განსხვავდებოდა ხევსურეთში იმთაზე სხვა ჯიში იყო და უშუალოდ თუშეთში სხვა იყო და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ყველაფერი წინა გვაქვს სამუშაო. ერთი მხრივ ძალიან საინტერესო ბუნებრივია და თან საამაყო და რაღაცა თბილი სამუშაო გვაქვს რა, რომელიც აი შენ ფესვებს რო ეხები და გავაკეთებთ. აუცილებლად გავაკეთებთ. რაც შეეხება აი ბატონო ზურაბ წეგან რაც ბძანეთ განათლების სამინისტროსთან ერთად ასეთი პატარა ინიციატივები იყო. ეხლა ანალოგიური ინიციატივები აქვს გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაღაც ბიზნეს ინკუბატორს აღალიბებენ, ქმნიან უცხოელი სპეციალისტები ყავდათ მოწვეული 2 დღეა რაც ისინი გავაცილეთ წავიდნენ ჩვენი ქვეყნიდან ველოდებით რომ თავის შეხედულებებს და დასკვნას გამოგვიგზავნიან აქ ახალგაზრდებიც ყავს ჩართული ამ მიმართულებით და სამინისტრო მუშაობს მოკლედ და სწორედ აი ასეთი პროექტებისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რომ ის კი არა დაუშვათ როგორც აი კლასიკურად პროგრამები მუშაობს რომ ვიღაცას იდეა აქვს მივიდა და რაღაც დაფინანსება მოითხოვა არამედ ბიზნეს ინკუბატორი თავის არში მოიცავს იმას რომ პროდუქციის შექმნიდან დახლამდე რომ თან გაყვეს პროცესს და მუდმივად გვერდში ედგეს სახელმწიფო აი ასეთ მიმართულებებს და განსაკუთრებული აქცენტი სწორედ ამაზე გვაქვს ახლა გაკეთებული ამ შემთხვევაში უკვე ხორბალთან, იმიტომ რომ ხორბალთანაც დაკავშირებითაც საკმაოდ დიდი პრობლემები გვაქვს. თუნდაც ამ ძველ ქართულ ჯიშებს ასე ტრადიციულად ვერ მიუდგები რა, ჯერ ერთი ეს კილიანი ხორბლებია და მათი ელემენტარულად ასე
გალეწვა არ ხდება. იმას კიდე დამატებითი ცალკე ჩარევა ჭირდება, შენჩო რომ გაცილდება, შიგნით კიდე სხვა ჯავშანი აქვს და ის ჯავშანიც რომ მოაცილო, ამას უკვე სხვა ტექნოლოგია ჭირდება, რომელსაც ახლა ჩვენ ჩვეულებრივი დღევანდელი წისქვილები არ აკეთებენ. ამიტომ კიდე დამატებითი შრომატევადი პროცესია, რომ ეს ხორბალი ბოლომდე გაანთავისუფლო და დასაფქვავად მომზადო და მერე მისგან ცხობა და ასე შემდეგ და თუნდაც ის აფუარები და თუ აკეთებ, მერე ყველაფერი უკვე უნდა გააკეთო მაქსიმალურად ბუნებრივი და თანაც ავთენტური და ამიტომ საკმაოდ შრომატევადი პროცესებია. იგივე იქნება ლუდთან დაკავშირებითაც. ჩვენ ნომინაციას ვითხოვთ, ესე იგი, რომ ეს ტრადიციები იყოს აღიარებული და რიტუალები იყოს აღიარებული და შემდგომში უკვე ტექნოლოგიებს რაც შეეხება, ეს ყველაფერი ჩვენი გასაკეთებელია. ბუნებრივია უნდა დაუბრუნდეთ, მერე ის ქერის ჯიშებიც უნდა გავამრავლოთ, ადგილზე ის ხალხიც რამენაირად უნდა დავაკავოთ, დასაქმდე ინტერესი უნდა გაუჩინოთ, რომ მაგალითად შატილში, იქ სადაც ტრადიციულად ქერი ითესებოდა და მოყავდათ, იქ ახლო მინდვრებზე, იქ კიდე გაჩნდეს იქ ქერი და კიდე გაჩნდეს იქ პატრონი, რომელსაც თან კომერციული ინტერესი ექნება, იმიტომ რომ ეს პროდუქტი ყველამ კარგად ვიცით, როდესაც პოპულარიზაციას გაუწევთ, როდესაც ასე საქვეყნოდ ცნობილი გახდება, მოთხოვნაც გაიზრდება და შესაბამისად ინტერესიც გაჩნდება, რომ ვინმე ამით დაკავდეს და სახელმწიფოც მაქსიმალურად გვერდით დაუდგეს. კეთილი სხვა კიდევ ბატონო ზურაბ, ხარ გვეტყვით ორსიტყვით. მხოლოდ ორგანიზაციულ საკითხზე ზურაბ ჯიბლაძე ეხლა რა გვინდა ორგანიზაციული თვალსაზრისით და გუში მქონდა ბატონ როვენ მეტრელთან საუბარი ჩვენ შეხვედრა გქონდა და ამის შემდეგ მაინც მოკლედ მოვახსენე ძალიან საინტერესო და სასარგებლო შეხვედრა იყო და პირველი რაც იკითხა რეჟისორი ვინ იქნება ესე იგი აქ ლაპარაკი რაზეა იცით რომ ფილმის გადაღება ეს მოგეხსენებათ საკმაოდ რთული პროცესია და ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურა, რა თქმა უნდა, რეჟისორია. და თავისთავად რეჟისორის შერჩევა, როგორც ვიცი, ალბათ კულტურის სამინისტროს საკითხია. კულტურის სამინისტრო, ეხლა აქ პრობლემა რაშია? ვადებშია. მოგეხსენებათ, სადღაც 20 ივლისიდან უკვე გადაღებები უნდა დავიწყოთ. სადღაც ერთი თვის ვადა გვაქვს. ეხლა ჯერ რეჟისორს რო შევარჩევთ, ის უნდა შევიდეს საქმის კურსში, ხო? ჩვენ გუნდთან ერთად ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ და ამას გარკვეული დრო ჭირდება. ამიტომ ეს მოგზაურებული თხოვნაა, რომ იქნებ კულტურის სამინისტროსთან ეს პროცესი ცოტა დავაჩქაროთ, რომ მოვახერხოთ შემდგომ ამ გუნდის დაკომპლექტება, იქ მთელი რიგი ფინანსური საკითხები იქნება ალბათ გადასაჭრელი და შემდეგ და ასე თხოვნა გვექნება, რომ აი ეს პროცესი იქნება როგორმე კულტურის სამინისტროსთან შეთანხმების პროცესი ამ ფილმის გადაღებასთან დაკავშირებით რომ დავაჩქაროთ რა. კეთილი. იგი რეჟისორი უნდა იყოს ცხადია და ორი ოპერატორი იქნება საჭიროა. აი როგორც რაზეც ვლაპარაკობთ, იქ კალენდარულად აცდენილია ერთმანეთს ეს დღეობები, მაგრამ სადღაც უნდა ემთხვევა. ამიტომაც ერთდროულად რომ გაგზავნო ორი ოპერატორი ალბათ უნდა იყოს და ახლა აქ სხვათა შორის ერთს ვიტყვი რომ რეჟისორის დიდი სამუშაო აქ არ არის, აი უფრო მონტაჟის საკითხია. უბრალოდ ამას ხედავდა ცხადია, მაგრამ თავისთავად თავიდან ეს არ არის. აქ უნდა გადაიღოს ნატურალური მასალა, როგორც კეთდება, როგორც და შემდეგ 10 წუთში აი ეს მასალა იქნება დიდი მასალა. აშკარად, ეგ თავს რომ მოიყრის, რამდენიმე საათიანი მასალა იქნება, მაგრამ 10 წუთიანი ფილმი უნდა მომზადეს. ანუ მერე გაკეთდება ეს მონტაჟი და ეს მონტაჟი უნდა გაკეთდეს კვალიფიციურად, რომ ყველაფერი ყველა კომპონენტი იყოს ასახული. კიდე ერთს დავამატებ, რადგან ვსაუბრობთ ჩვენ შეხება მქონია და მაგიტომ ამბობ რომ თუ ეს ინფორმაცია მოგცემს რამეს ბატონებო ნებისმიერ კინოს 1 წუთიანსაც ჭირდება სცენარი და დრამატურგია. შეიძლება სცენარი იყოს 10 საათიანის და გამოვიდეს 10 წუთიანი. მქონია შეხება და მაგიტომ ამბობ. ამიტომ
რეჟისორსაც და სტაფსაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. იმიტომ რომ ორი ოპერატორი დაჭირდება ბატონო 4 ოპერატორი ეს თვითონ უნდა განსაზღვრონ იმიტომ რომ იქ რვიანებს გადაიღებს ის თუ გვერდხეთს გადაიღებს ეს არის სუფთა რეჟისორის და სუფთა მისი ხედვის ანუ ამიტომ ვამბობ რომ მე მგონია უფრო რომ ჩვენ უნდა შევჯერდეთ რესურსებზე რა გვინდა და ეს ტაფი ნახოთ რომელსაც დაველაპარაკებით შემდეგ უკვე რაღაც ფინანსური ნაწილი იქნება და ამიტომ არის რომ ეს არის კოლოსალური სამუშაო 10 წუთიან ფილმსაც დამიჯერეთ ჭირდება 2 კვირა და 1 საათიან ფილმსაც ჭირდება 2 კვირა ყველაფერს ჭირდება დრამატურგია რას იღებ როგორ ამონტაჟებ რას ავითარებ და საბოლოო ჯამში მიზანი რა გაქვს სათქმელი ამით აქედან გამომდინარე ამას ჩვენ ვერ გადავწყვიტავთ მე ესე მგონია ეს უნდა გადაწყვიტოს იმ შემოქმედებითმა ჯგუფმა ვინც ამას გადაიღებს ჩვენ უნდა უთხრათ რა გვინდა ჩვენ უნდა უთხრათ რა გჭირდებათ რესურსი რომ მოგაწოდოთ ჩვენ უნდა უთხრათ ამაში დაგიდგებით გოშ დანარჩენი მათ თქმა უნდა გააკეთოთ მე მგონია უბრალოდ აუცდებით და ბევრ დროს დავხარჯავთ იმაში რაღაცა დრამატურგიაზე ჩვენ ვისაუბრებთ ყველა ერთ აზრზე ვართ ბატონო ზურაბ ამ მიმართულებით ბუნებრივია აბსოლუტურად გეთანხმებით და აგით უნდა დავიწყოთ და მთავარი ეგ არის სალომე დიახ დავამატებ თუ შეიძლება ჩვენ კულტურას ძალიან მრავალმხრივი გამოცდილება გვაქვს ну ჯერს ეს რომ ნომინაციას ყოველთვის ასე ვთქვათ პასუხისმგებელი არის კულტურის სამინისტრო, მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ჩვენ სხვადასხვა ვარიანტი გქონია ფილმზე მუშაობის. ჩვენ გქონდა ის, როდესაც ბატონმა მერაბ კოკოჩაშვილმაც იმუშავა მთლიანად დაუშვათ ფილმზე და გქონია შემთხვევები, როგორც მაგალითად აი ხორბლის შემთხვევაში იყო სხვადასხვა ჯგუფს მოუწია, სხვამ გადაიღო, სხვამ დაამონტაჟა, სხვამ მერე საბოლოო ჯამში შეკრა. გქონდა შემთხვევა ახლა ბოლო რაც გაგზავნილია და ველოდებით დასკვნას იუნესკოდან ქართული საცხენოსნო ხალხურ თამაშობებზე, როდესაც გატენდერდა და არსებული მასალიდან, რომელიც ჩვენ ასევე არქივებიდან მოვიძიეთ, ჩვენ თვითონ დავახარისხეთ, პირველმა არხმა მოგვაწოდა, სხვა ფოტომასალაც გამოვიყენეთ, ასევე თომა ჩართულანის ფილმი იყო არაჩვეულებრივი, ანუ ამის კომპილაციის საფუძველზე, ასე ვთქვათ, ტენდერში გამარჯვებულმა ჯგუფმა შეკრა და ძალიან სიმპათიური და ძალიან კარგი ნომინაცია შეიკრა. ასე რომ ჩვენ გამოცდილება ამის საკმაოდ დიდი გვაქვს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავარი არის ის მასალა, რომელიც ამოვა ადგილზე და ყველაზე სწორია სტრატეგია, რომ იყოს რაღაცა მულტიჯგუფი, რომელიც ესე დაიქსაქსება პარალელურ რეჟიმში ყველგან გადაიღებს თავიდან ბოლომდე და ვამბობ, რომ დირექტივა სწორად იქნება ნამდვილად გაცემული და აი ამის საფუძველზე შემდგომ უკვე რეჟისორი არსებული მასალით, მას ეცოთ სცენარიც, რა თქმა უნდა ექნება და ამის შემდგომ უკვე შეკრავს ის შესაბამის ფორმატში. ანუ ყველაზე მნიშვნელოვანია ადგილზე რა დაგხვდება. ადგილზე რა იქნება, დღეს რა პრინციპებით ხდება ამ ყველაფრის აღსრულება და შესრულება. კიდევ ერთხელ ვამბობ, არ არის ქერი, როგორც კეთდება, როგორც აყენებენ, როგორც თავარი არის რომ ეს რიტუალური კონტექსტი იყოს დაჭერილი. ჩვენ ახლა აქცენტი იმაზე რომ უწინ სხვა ტრადიციებით და სხვა მიდგომებით ხორციელდებოდა, მაგრამ დღეს რა პრინციპებითად განახორციელებენ იმ თემებში, ის უნდა დავაფიქსიროთ და თუ ეს მასალა არ გვექნება, ძალიან ზერელი იქნება საუბარი ან რაიმე სცენარზე, ან რაიმე დრამატურგიაზე, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით რა მასალა ამოვა იმ თემებიდან. აი ეს არის და ასე რომ სიმართლე გითხრათ დიდად ამაზე არ ვღელავთ, იმიტომ რომ აწი გითხარით, რომ ძალიან სხვადასხვა ტიპის ფორმატში მოგვიწია ჩვენ ნომინაციებზე მუშაობა და ყველანაირი ფორმატი გამოცდილი გვაქვს, მაგრამ ყოველ ჯერზე გამოდიოდა კარგი შედეგი. მადლობა. კეთილი. ამიტომ ლაპარაკობდი წეგან როცა აღნიშნავდი რომ აუცილებელია როგორც გემბძანებს გაკეთდეს სცენარი. ამავე დროს უნდა შემზადდეს წინასწარ ის ოჯახები, სადაც ანის თემი, სადაც ჩვენ შეგვიძლია მივიდეთ და ახლა ეგ მივიდეთ და ადგილზე შემდეგ დავიწყოთ ზებნესი არ გამოა. წინასწარ უნდა იყოს მომზადებული ყველაფერი, ეს გაუადვილდება როგორც ოპერატორს, ისე სცენარის შემქმნელს. მე ახლა მზადა ვარ, ახლა ბევრი გამოცდილება მაქვს და სცენარზე რეჟისორი თუ იქნება, რეჟისორთან ერთად სცენარზე ვიმუშაოთ, ჩემთან ერთად კიდევ ვისაც უნდა იმუშაოს, კი ბატონო. მაგრამ უპირველეს საქმე ჩემის აზრით არის ესა, რომ საქმე დაეძრას. რეჟისორი უნდა ინახოს, რომელიც გამოცდილი ამ ხრივ სამწუხაროდ საქართველოში უკვე ძალიან იკლოა კარგმა რეჟისორებმა, როგორც ხატული ფილმის, ესე დოკუმენტური ფილმებისა და დიდი შრომა დაგჭირდება. ჩვენ პირადად რომ ნახოთ ფილმი, მგონია
სწრაფად ესე უიმედოდ არ არის, მაგრამ გადაწყვეტა მჭირდება ამ საქმეს რა. ბატონო ელდარ მართალს ბრძანებთ, უბრალოდ აი იუნესკოს ნომინაციებს რო გადავხედოთ, რაც არის უკვე აღიარებული, გინდ წარმომადგენლობით ნუსხაში, გინდ საფრთხეში და გინდ ასე ვთქვათ საუკეთესო პრაქტიკებში ძალიან მრავალფეროვანი ვიზუალური მასალა აქვს წარმოდგენილი. არის მაგალითად ნომინაციები, აღიარებული ნომინაციები, რომელთაც დაუშვათ რაღაცა დღესასწაულია და უბრალოდ თავიდან ბოლომდე არის ის დღესასწაული გადაღებული. თქვენ მართალს ბრძანებთ, რომ რა თქმა უნდა ის ოჯახები თემებში უნდა იყვნენ წინასწარ ინფორმირებულები და მაგი კი არა ჩვენც გვჭირდება, იმიტომ რომ ასე არ არის, რომ ჩახვიდე იქ და ვინმე მკარი გაგიღოს, იმიტომ რომ არც შეიძლება კარი დაკეტილი დაგხვდეს. იმიტომ ხდება ეს წინსწრებად ამის მომზადება და იმიტომ ვამბობთ, რომ ეს ხალხი ამ დღესასწაულისთვის ადის, მაგრამ გუშინ ნიდოიძეს რო ვესაუბრე, მითხრა რომ ჯერჯერობით ასე გვიან არ ავსულვართ, იმიტომ რომ გზა არ არისო. შესაბამისად, ამას არც განვიხილავთ, უნდა იყოს მომზადება, მაგრამ ერთი არავითარი სცენარი ჯერჯერობით იქ როცა ადგილზე მივდივართ გადასაღებად ჩვენი მხრიდან სცენარი არ სჭირდება, იმიტომ რომ ძალიან ნატურალურად უნდა ვაჩვენოთ, რასაც ითხოვს იუნესკო, იმიტომ რომ იმ ადამიანმა იცის ყველაზე ზუსტად და სწორედ რას როგორც აკეთებს. იმას არ სჭირდება გაპრანჭვა. აი ზუსტად ისე უნდა გააკეთოს ავთენტურად და ბუნებრივად, როგორც აკეთებს ამ ყველაფერს. უბრალოდ ჩვენგან იქნება ის სურვილი, რომ თან ისაუბროს, ეს პროცესი აღწეროს საუბრით. აი ეს ხშირ შემთხვევაში ჩვენ ნომინაციას რაც აკლია თვითონ ამ თემის წარმომადგენლების საუბარი, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ქვაკუთხედი იუნესკოსთვის. ის რასაც ის გლეხი თუ ის ადამიანი აი ამ პროცესს რო განახორციელებს, თავადვე ისაუბროს თავის ემოციაზეც, იმ ცოდნაზე საიდანაც მიიღო და დანარჩენი ეს ყველაფერი არის უკვე ვუალი და ასე ვთქვათ შლეიფი, რომელიც ნაკლებ საინტერესოა იუნესკოსთვის. აქედან გამომდინარე, ის ადამიანი როგორც ატარებს ამ ყველაფერს, აი ეს ბუნებრივ წიაღში, ბუნებრივად უნდა გადავიღოთ და ცხადია, სწორედ იმიტომ მუშაობთ სასტრაფო რეჟიმში, რომ მოვიკვლიოთ ის ოჯახები და ის გვარები, რომლებიც წელს ნამდვილად აპირებენ ამ ყველაფრის განხორციელებას. მომენტი, რომელიც არსებობს, მომენტი, რომელიც ხალხში კიდევა. ეხლა თუ შენ მოიგონებ რაღაცას ამ წუთში და იუნესკო ამას ვერ გაიგებს, რას აკეთებ? ამიტომ იქ ტრადიცია უნდა ჩანდეს, თქო, მას ვამბობდა. ეს ტრადიცია თუ არ წინასწარ არ მოიფიქრა, არ დაწერე ქაღალდზე, რომ მისთან მიხვიდე, როგორ მიხვიდები, რომელი კაცი ალაპარაკო, ისე არ გამოა, ისე. კეთილი. დიდი მადლობა. გთხოვთ. მოგესალმებით, ზეინაბ სარალიძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევის ცენტრის ბიოაგრო წარმოების სამსახურის უფროსი სპეციალისტი. ძალიან მოხარული ვარ. ჯერ პირველ რიგში რომ მადლობას მოგახსენებთ ჩემი მოწვევისათვის. მეორე რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია მივიღე ამ ლუდის წარმოების შესახებ და ძალიან მიხარია. მაგრამ სვამ ეხლა კითხვას. კარგი არის ეს გადაღებები, კარგი არის ეს ლუდის წარმოება, მაგრამ რა კულტურისგან უნდა იქნეს? ნათქვამია რომ ქერისაგან, მაგრამ ქერს უნდა შესწავლა. ყველა ჯიში არ გამოდგება ლუდის წარმოებისათვის. ჯიშს უნდა ახასიათებდეს გარკვეული ხარისხის მაჩვენებლები, ორგანოლეპტიკური თვისებები, 1000 მასლის წომა უნდა იყოს ნორმალური, რომელიც ფარგლებშია მოცემული, ექსტრატულობაც უნდა იყოს განსაზღვრული, რომელიც მოცემული არის ეს 70-დან 80 ზევით. ლუდის წარმოებისათვის ცილის რაოდენობა არ უნდა იყოს 8-ის ქვევითა და 11.5 ზევით. ეს ყველაფერი ჩატარებული არის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წილკნის-საცევ ბაზაზე, თქვენ ლაბორატორიაში, რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობის სამინისტროში ვატარებდით ჩვენ ექსპედიციას ფშავ-ხევსურეთში, დასავლეთში, აღმოსავლეთში, არხილოს კაროში და ყველგან. ძალიან მოხარული ვიყავი, რომ როცა ადგილობრივმა მკვიდრმა მომაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხევსურეთში მაგალითად ის ხთიდა ლუდს ადგილობრივი ქერი ჯიშისაგან, ჩარათისაგან. შემდგომ რადგან მოხდა ამ მოსახლეობის არხილოს კაროში გადაბრძანება, იქ აწარმოებენ ამ ქერისაგან ლუდის წარმოებას.
ლუდის წარმოება ეხლა ქერისაგან სხვა ხორბალისაგან განსხვავებით უფრო ეს არის გემური თვისებებით და სხვა დადებითი მაჩვენებლით უკეთესი ხარისხობრივაცა და ყველა თვისებებით. შემდეგ ექსპედიცია მოვაწყვეთ ჩვენ დედოფლის წყაროში. ჩავედით ქალბატონ მარინა ციკლაურთან, მითითება მოგცეს, რომელიც ბრძანდება შეპესზე ჩვენი სახლის დირექტორი და ძალიან დიდი არქივანება გამოხატეს ჩვენი მათთან შეხვედრით. მათ განაცხადეს, რომ ჩვენ ნამდვილად ქალბატონმა ჩემი მშობლები ნამდვილად ჩარათისაგან და ნუტასისაგან ამზადებდნენ ქერს, რომელიც ჩვენ დღეს გვითესია მცირე ფართობზე. რა თქმა უნდა, იქიდან წამოვიღეთ ჩვენ ეს ჩარათიც, წამოვიღეთ ის ნუტანსის და დავთესე ჩვენს წილკნის სადგურზე. ასევე ექსპედიციის ძალიან ბევრი ჯიშები, 22 ჯიში მოვიძიეთ. 22 ჯიში. 2020 წლიდან მუშაობს ქერის, დიახ. 22 ჯიში. მაგრამ ამ ჯიშებიდან ეხლა როცა მე განსაზღვრე იქ რაც აუცილებელი იყო, ძირითადად მიმართულება წარმართე სალუდეს მხრივ. და რაც აუცილებლობა მოითხოვდა ლუდის წარმოებისათვის საჭირო ელემენტების განსაზღვრას, ის დავალაგეს ზუსტად ისევ. ამ 22 ჯიშიდან გამოიყო 9 ჯიში, რომელმაც დააკმაყოფილა ის სალუდე მიმართულება. შემიძლია ეს ჯიშები აღწერილიც მაქვს, გადაცემული მაქვს ცენტრსა, ეროვნულ საბჭოზე განხილული იქნა ეროვნულ კატალოგში გასატარებლად. ეს ჯიშებია, შემიძლია მოგახსენოთ, ძველთესლი თეთრი, ძველთესლი შავხა, ნუტანსი, ჩარათი, კოლხიკუმი, კობერი, პალიდუმ 596, ჩამოვთვალე. ყველას აღწერა გავაკეთე. რას შეიცავს ხარისხის მაჩვენებლები რა არის, ექსტრაქტულობა რა არის, 1000-ის მასვაც არის და საიდან არის მიღებული, როგორ არის მიღებული, რატო არის ეს სახელწოდებები. ჩვენ დღესდღეობით თითოეული ეს ჯიში დათესილი მაქვს, შარშანაც ასევე მქონდა წილკნის სასწრაფო ბაზაზე, შემიძლიათ რომ მობრძანდეთ და გაჩვენოთ, ნახოთ თქვენი თვალით, ნამდვილად საუკეთესო ჯიშები არის თითოეული ჯიში 100 კვადრატულ მეტრზე. წილკნის სასწრაფო ბაზაზე სამეცნიერო კვლევითი ცენტრის სასწრაფო ბაზა არის სელექციაში. ადრინდელი სასწრაფო სადგური რომ იყო დეკაბრელეიჩი და მასენები რომ ძირითადად მუშაობდნენ იქ მუშაობ მე და ზუსტად იქ ვაწარმოებ ამ ჯიშს. მე ძალიან დაინტერესებული ვიყავი. მაბატე სალუდე რამდენია ქალბატონ რა ბრძანეთ? სალუდე ჯიში რამდენია? 9 არის სალუდე ჯიში. აღწერილი მაქვს ეს შემთხვევით ზოგიერთი სახით წამოვიღეთ. ინტერესოა ძალიან, კი ბატონო. და გადაცემული მაქვს ჯიშები მე თითო კილოგრამის რაოდენობით ალვანში ბატონი ფრიდონ შელაშვილი ძალიან კარგი პიროვნება არის დათესა მან ეს თითოეული ჯიში ძალიან კმაყოფილია და გადმომიგზავნა შედეგები, კარგი შედეგები აქვს ძალიან და ყველაზე ძალიან მოეწონა კობერი, რომელიც არის საგაზაფხულოა და იშვიათია ხოლმე საგაზაფხულო ყოველთვის არის ორმწკრივა, მაგრამ ეს ჯიში არის ფაკულტატური, არის საშემოდგომოც, არის საგაზაფხულო, მაგრამ არის საგაზაფხულო 4 მწკრივა. ასევე ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და ძალიან ბევრი გთხოვს ძველთეს შავხას. მართალია ძველთეს შავხაში ცილის შემცველობა მაღალია, 12.5-ია, მაგრამ ფერისათვის
ყველას აინტერესებს, რომ ეს ჯიში გაამრავლოს. არიან ბევრი ლუდწარმოებლები, რომლებსაც გავესაუბრე ხევსურეთში მაგალითად, მათ შემოაქვთ და ალაოსაგან ამზადებდნენ ამ ლუდს, მაგრამ ჩვენ ის არ გვაინტერესებს შემოტანილის. ჩვენ გვინდა ადგილობრივი ჯიში. ეხლა წელს რამდენჯერმე დაურეკე და ვთხოვე, თუ შეიძლება რომ ჩვენი ჯიში მოგაწოდოთ და იმით აწარმოოთ ეს ალოე. ასევე არის წყალტუბოში იოსელიანი ძალიან გთხოვს, ოღონდ ადგილობრივი ჯიში მოგვაწოდეთ და რაც არ უნდა იყოს ღირებულება, არ დავეძებ, ჩვენ ამისთვის არა გვაქვს. რომ შემოგვაქვს საზღვარგარეთიდან შემოგვაქვს და ეს ადგილობრივი ჯიშიო არა გვაქვსა და გვინდა რომ ძალიან ბევრია სხვათა შორის ასევე დედოფლის წყაროში დაინტერესებული ამ ქერის ჯიშით და მე მადლობას გიხსნით იმისათვის რომ წამოვტივტივდა ესა მე მუშაობდი ამაზე ჯერ კიდევ საქართველოს მიწათმოქმედების ინსტიტუტში როცა მუშაობდი იმ პერიოდში და დავიწყე მე ლუდზე ნატახტარში მივედი ლუდის სახთელ იქა ვთხოვე წარმომადგენელს მოდით მეთქი რომ ვიმუშაოთ ამ ლუდზე ადგილობრივ ქერზე და უარი განიცხადეს მე მიჩემნიაო რომ იქიდან შემოვიტანო გამზადებული ალოვე ვიდრე თქვენი ადგილობრივი ჯიშიო როდის მაგას გაამრავლებთო და ამიტომ მე დავანებე თავი ამ დიდი მადლობა ხალბატონო ზეინაბ პირველ რიგში აი პირადად მინდა მადლობა გადაგიხადოთ გაიხადეთ დიდი მადლობა თქვენი შრომისთვის ამდენი დავძანეთ ძალიან დავძანეთ ამდენი გაწეული შრომისთვის საქმიანობისთვის აი ეგ არის რომ აი სწორედ თქვენაერ ხალხზე არის დგას და არის შემორჩენილი აი ეს ბევრი რაღაცა ნიუანსი ჩვენი ქვეყნის წარსულის თუ რიტუალის თუ ტრადიციის და ასე შემდეგ და რომ არა თქვენაირი ადამიანები ბევრი შეიძლება საერთოდ ისე უკვალოდ ყოფილიყო დაკარგული რომ მისი აღდგენაც ვერ მოგვეხერხებინა და შეიძლება ასეთი უამრავიც გვაქვს დაკარგული მაგრამ ჩვენთვის ახლა მთავარი ამოცანა ის არის რომ რაც შემოგრჩა იმას უკვე მაქსიმალურად ხელი წავავლოთ და გავყარდეთ განმავითაროთ ეს არის ხვალინდელი დღე ზეღარ მაგაზე ვისაუბრეთ ჩვენ დღეს გაცილებით მარტივია ინდუსტრიალიზაცია მსოფლიოში ძალიან მარტივია ნედლეული შემოიტანე ბევრი წვალება აღარ გჭირდება ეხლა რაც თქვენ ჩამოთვალეთ წარმოიდგინეთ ჯერ მარტო ჯიშებით მე მაგეთია ეს ყველაფერი ხო ჩვენ ახლიდან გვაქვს ასწავლი თუნდაც ის 9 ჯიში რომელიც ბძანეთ რომელ ხეობას რომელი უფრო მოარგება და რომელი ხეობა უფრო განსაკუთრებულ შედეგს მოგცემს ესეც ხო გამოსაცდელი გვაქვს და თქვენ წარმოიდგინეთ თვითონ ასეთ გამოცდას რამდენი წელი ჭირდება და ეს ხო ბიოლოგიურია სცენარია ბიოლოგიური დრო არის ამას ერთ თვეში და ორ თვეში ვერ ნახავ ხო მთელი წელი უნდა და მინიმუმ ერთი პატარა შედეგი რომ მიიღო ერთ წელი მაინც უნდა დაელოდო და მე ახლა იმ პროდუქტისგან კიდე სხვა პროდუქტს რო დაამზადებ და იმ ტექნოლოგია რომელი ტექნოლოგიით ჯობდა და ასე შემდეგ ეს ჩვენი შვილიშვილების სამუშაოა კიდე ამიტომ ახლა ჩვენ ეს ყველაფერი ბუნებრივია უნდა დავიწყოთ სურათიც ნათელია გამოკვეთილია გამოცდილებაც არსებობს პროცედურებიც ვიცით და მე დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერს წარმატებით გავართმევთ თავს და შევასრულებთ. შემდეგი ეტაპი იქნება რომ უკვე კულტურის სამინისტროსთან ერთად გავივლით ამ საკითხებს, გამოვყოფთ ასე ვთქვათ ჯგუფს. რაც შეეხება მეცნიერებათა აკადემიას ძალიან კარგი იქნება რომ ამ პროცესს ასევე სამეცნიერო კონფერენცია მიუძღვნათ და მაგაზეც ძალკე ვიმუშაოთ რომ დავგეგმოთ სამეცნიერო კონფერენცია. ესე იგი ამ ვიდეო მასალის გადაღებასთან ერთად ბუნებრივია წინასწარ გვექნება შევეხმიანებით იმ ადამიანებს ვინც ვისთანაც უნდა საბოლოო ჯამში ვესტუმროთ და სადაც უნდა მოხდეს ეს გადაღებები რომ წინასწარ მათაც იცოდნენ და ჩვენც ზუსტად თარიღებით გრაფიკებით გაწერილი ქონდეს ეს ყველაფერი სამუშაო ჯგუფებიც ოპერატორებიც და ასე შემდეგ სწორედ ამის მიხედვით გამოიკვეთება მათთან კომუნიკაციების
შედეგად ძალიან კარგი იქნება თუ ამ ექსპედიციასაც ხო თლათ ახლა ექსპედიციაც არ იქნება, მაგრამ აი ამ პროცესს თუ გამოთქვათ სურვილის ახლა ბევრი გაქვთ ნაშრომი, ნამუშევარი, წიგნებია გამოცემული, კვლევებია გამოცემული და ასე შემდეგ, აგერ აი ხაც მიმდინარეობს ლაბორატორიაში ცდები და ასე შემდეგ, შეგვიძლია ისედაც დაურთათ თან, მაგრამ თუ სურვილი გექნებათ ამ გადაღებების პროცესში, ვინც მეცნიერულად უდგებით ამ საკითხებს და მეცნიერულად აგვირდებით და მუშაობთ, რომ თან დაესწროთ ამ ყველაფერს და რაღაც პარალელურად მოხდეს, ესეც საინტერესო იქნება. რაც შეეხება ქალბატონო ზეინაბ დაახლოებით რამდენი ორი კვირა შეიძლება არც გასულა, ჩვენ გსტუმრობდით თქვენ, ჩვენი კომიტეტი ვიყავით წილკანის ბაზაზე, დავათვალიერეთ ეს თქვენი ყველა ნათესი და ტრადიციად დავამკვიდრეთ, ასე ვთქვათ, ჩვენმა კომიტეტმა. ყოველ წელს ვსტუმრობთ სამეცნიერო კვლევით ცენტრს და ამჯერად შარშანაც ასე მყავდა წამოყვანილი, მაგრამ ამჯერადაც ჩვენ კომიტეტის წევრებთან ერთად ვიყავით ყველა და დაახლოებით 100 ახალგაზრდა სტუდენტი და სტაჟიორი გვახდა თან და მათაც დავათვალიერებინეთ, თავის თვალით ნახეს, მათ შორის ზოგიერთი აი დღეს დარბაზში ესწრება და აი ესეც აბსოლუტურად ყველა იყო იქ. და ეს გვაქვს ასე გავაგრძელებთ ჩვენ აქამდე თუ ყოველწლიურად გასვლით კომიტეტის ხდომას ვატარებთ ხოლმე სამეცნიერო კვლევით ცენტრში და მნიშვნელოვანია რომ ახალგაზრდებმა თავის თვალით ნახონ სწორედ რა გვაქვს, რას ვინახავთ, რისი განვითარება შეიძლება და რა პერსპექტივები გაგვაჩნია და მათ შორის ეს თქვენი ნათესებიც მახსოვს და ნახეთ, დავათვალიერეთ. კეთილი ჩვენ უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის და შეგატყობინებთ უკვე შემდგომ შეხვედრებთან დაკავშირებით კომიტეტის ხდომა დასრულებულია. მადლობა დიდი.